სისხლის სამართლის კოდექსის 223 მუხლი თემა, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს. გაუქმებს თუ არა მთავრობა უკაცრავ სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნაწილს, რომელიც კანონიერ ქურდებს ეხება. ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ეს მუხლი ხარვეზებს შეიცავს და ის უნდა შეიცვალოს. გახდება თუ არა კანონიერი ქურდობა დაუსჯელი საქართველოში. დღეს მოქმედი კანონი თუ პირი ამბობს, რომ კანონიერი ქურდია, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არის თუ არა კანონის ეს მუხლი დისკრიმინაციული და უნდა გაუქმდეს თუ არა იგი. საზოგადოებრივი ინიციატივის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნანა კაკაბაძის მიერ დაანონსებულ აქციებზე 15 დეკემბერს ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. ეს არის გადაცემა დიდი პოლიტიკა, მე ვარ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, დღეს გადაცემაში წარმოგიდგენთ. ხაბელოიდან მიწნარად, ნარი სახით მოვიდა და მითხარო შუბს გამიხვიტაო. გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მას ლერი ხაბელოვის შუბლის გახვეტით დაემუქრა. პარლამენტის გუშინდელი ხელჩართული ომის შემდეგ კი უკვე სოსო ჯაჭვიანის მეორე თანაგუნდელი ოთარ ჭრილელი ემუქრება ნაციონალურ მოძრაობას და ამბობს, რომ მას აქვს კითხვები და არა მარტო კითხვები გივით არგამაძესთან. რა ეტაპზე გადადის ერთწლიანი კოაბიტაციის შემდეგ ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობა, პოლიტიკური ვენდეტა თუ დაგროვილი ემოციები. საპარლამენტო ურთიერთობის ახალი ეტაპი და ახალი ფორმები. დღეს დიდი პოლიტიკის ეთერში საღამოს 8-ზე ღია მუხარები ნაციონალურ მოძრაობას, საპარლამენტო უმრავლესობიდან ოთარ ჭრილელი, რომელიც გივით არგამაძეს ჯაჭვიანის მსგავსად ჩმორს უწოდებს და საპარლამენტო უმცირესობიდან დავით საყვარელიძე. ეს მუხლი არის ხარვეზიანი, დეფექტური და საშუალებას იძლეოდა და გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური მიზნითაც. ვისი შეკვეთა ეს არის საზოგადოებრივი შეკვეთა, რომ გაუქმდეს ზემოაღნიშნული მუხლი ზემოაღნიშნული კოდექსიდან, თუ ეს არის კრიმინალური სამყაროს მოთხოვნა. კანონიერი ქურდების თემა ქართულ პოლიტიკაში დაპირისპირების ახალი მიზეზი ხდება. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსიდან იმ მუხლის ამოღებას მოითხოვს, რომელიც კანონიერი ქურდებისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის პატიმრობას ითვალისწინებს. რატომ აანონსებენ ქუჩაში პროცესების გადატანას და რატომ გახდა დღეს ისევ აქტუალური კანონიერი ქურდების თემა? დებატები დიდ პოლიტიკაში ზუსტად 20 საათზე. ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი, ადვოკატი ლალი აფციაური, სამოქალაქო აქტივობის კლუბის თავმჯდომარე მელორ ვაჩნაძე, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის დირექტორი ლაშა გიორგაძე და ადვოკატი გიორგი ონიანი. პარლამენტში გუშინდელი ხელჩართული ჩხუბის გამო საქართველოს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. BBC-სა და Euronews-ის ეთერში ჩხუბის ამსახველი კადრები მოხდა. ექნება თუ არა გაგრძელება ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულ სკანდალს. ჯაჭვიანის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მისამართით სიტყვა ჩმორები მართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა გამოიყენა. სულს ამოგხდით თქვენ აძირლებოს ავტორთან, მეორე ჩმორთან მე მაქვს კითხვები და არა მარტო კითხვები. წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დეპუტატი ოთარ ჭრილელი. ქუჩურ გარჩევებში გადასული პოლიტიკური დებატები პარლამენტში და ღია ომი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის. რა გაგრძელება ექნება ხელჩართულ ჩხუბს პარლამენტში და შესაძლოა თუ არა რომ გადაიქცეს საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ ბრძოლისველად ამჯერად ოთარ ჭრილელსა და გივით არგამაძეს შორის. სად გაივლის ფრონტის ხაზი? თოქ-შოუ დიდი პოლიტიკის კითხვებს დღეს სკანდალური განცხადების ავტორი ოთარ ჭრილელი პასუხობს, იგი ქუთაისიდან ჩაგვერთვება. ოდნავ მოგვიანებით კი ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე. მაშასე ერთწლიანი კოაბიტაციის შემდეგ, ერთწლიანი იძულებითი თანაცხოვრების თუ ნებაყოფლობითი თანაცხოვრების შემდეგ გუშინდელი დღიდან უკვე აშკარა გახდა, რომ სიტუაცია ძალიან დაიძაბა თქვენ შორის. საღამომშვიდობის ბატონო ოთარ, დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. საკმაოდ უცნაური იყო თქვენი განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა გივით არგამაძეს. რა არის ეს ახალი ტონალობა, ახალი სიტყვები, რაღაც ახალი ურთიერთობები შემოგვაქვთ ქართულ პოლიტიკაში? გულისხმობ თუნდაც სიტყვა ჩმორებს, რომელმაც გამოიწვია გუშინდელი ხელჩართული ომი და რომელმაც ასევე ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა დღევანდელ თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით. გისმენთ?
საღამოშვიდობისა ქალბატონინგა მივესალმები თქვენს ტელემაყურებლებს გილოცავთ ტელეეთერსა და დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას რაც შეეხება თქვენს კითხვას რა თქმა უნდა სიტყვა ჩმორი მაინც და მაინც სასარგებლო არ არის დეპუტატისათვის ვერცაც მიმართავენ მას მაგრამ პირადად ჩემთვის ჩმორი არის ყველა ის ადამიანი ვინც საქართველოს უღალატა ვინც ქართულ ხალხს უღალატა ქართულ ხალხზე ხელი აღმართა ჩემთვის პირადად როგორც ერთი დეპუტატისთვის არა მარტო გიორგი ბარამიძე არა გივი თარგამაძე არამედ მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავა ბოკერია ყველა ესენი ჩმორები არიან სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას მართავდა ჩმორთა და სოციოპატთა გარკვეული ჯგუფი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი ასეთი სიტყვებით საუბრობს საკანონმდებლო ორგანოში. მაპატიეთ ეს არის შესაძლებელია თქვენი შეფასება, შესაძლებელია თქვენ ასე ფიქრობთ, მაგრამ რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ რომ დაუშვათ ურთიერთობის ფორმები ასეთი სიტყვებით იმართებოდეს ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ქალბატონინგა თქვენ ალბათ გახსოვთ ნუგზარ ციკლაურის იგივე კოჰორტადან წარმომადგენლის აღზევებული დაბიო რომელმაც აგვიხსნა რომ თურმე მოლიერის პიესაზე საუბრობდა მეგონი არც მაშინ არ იყო ეთიკური და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ნამდვილად არ არის სასარგებლო და ნამდვილად არ არის სასიამოვნო მაგრამ გეუბნებით კიდევ ერთხელ რომ ეს ხალხი არიან ჩმორთა დელეგაციის წარმომადგენლები არ შეიძლება რომ ესენი ქვეყანას მართავდნენ ესენი გახდნენ სოციოპატები გეტყვით ახლა როგორ შეიძლება ახლა პეტრე ცისკარიშვილი ახლა დაი კონკრეტულად პეტრე ცისკარიშვილი კასტეტი თუკნიდან მიეპარა დავით საგანელიძეს მაშინ ხმა არ ამოუღია ნაციონალებს სასტიკაცემეს ვალერი გელაშვილი მაშინაც ხმა არ ამოუღიათ ვალერი გელაშვილის დეპუტატი იყო ასევე სასტიკაცემეს და სიკვდილამდე მიიყვანეს კობა დავითაშვილი სასტიკაცემეს ზურა აბაშიძე მაგრამ მაშინ რატომღაც ხმა არავის არ ამოუღია ხო სიტყვა ჩმორმა გამოიწვეს ჩმორები არიან და ახლა მეტი რა უნდა ეწოდებინა ბატონ სოსო ჯაჭულიანს გამოიყვანეს ადამიანი წყობიდან და უწოდა ის მისი ღირსებიც იყვნენ ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვითმინეთ მათი უზნეობა მოგეხსენებათ ისინი როდესაც დარბაზში შემოდიან ჟანგბადის აშკარა ნაკლებობაა და ყველაფერი ეს ნახშირორჟანგისა და აზოტის ხარჯზე ხდება ისინი იქცევიან ძალიან გამომწვევად მინდა ვთქვა ისინი არ ერიდებიან თავიანთ ამომრჩეველს თუ საერთოდ ყავთ ამომრჩეველი რა თქმა უნდა ამომრჩეველი ყავთ თუ არა ეს ალბათ შეგიძლია თქვენ დაასკვნათ იმ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაიმართა ჩვენს ქვეყანაში და რომლითაც აღმოჩნდა რომ მთავარი ოპოზიციური ძალა მეორე ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა არის სწორედ ნაციონალური მოძრაობა ეს იმაზე მეტყველებს ალბათ მათ ყავთ თუ არ ყავთ ამომრჩეველი მე სხვა რამ მინდა კითხოთ ოთარ თქვენ თავად თუ მოგეწონებოდა თქვენ იყავით ჟურნალისტი წლების განმავლობაში აშუქებდით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მე მაინტერესებს თქვენ თუ მოგეწონებოდათ თავის დროზე როცა იყავით არაპოლიტიკოსი როცა არ იყავით პარლამენტში ურთიერთობის ეს ფორმები სიტყვა ჩმორები სააკაშვილს ხო ყოველთვის ამიტომ აკრიტიკებდი და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის აგრესია მის მიმართ წამოვიდა სწორედ მის მიერ გამოყენებული ტერმინების მერე თუნდაც იგივე ჩარეცხილებიდან დავიწყოთ და აღარ დავამთავრებ და უпростоრეთ აღარ გავაგრძელებ მაგრამ ეს ჩმორი რაღაც ახალი მოდის შემოტანა გინდა გუშინ სოსო ჯაჭვლიანი დღეს თქვენ რა არის ეს და საერთოდ ეს მუქარები ეს არის დაგროვილი ემოციები რომელსაც ეხლა მიეცა თქვენი მხრიდან გასაქანი თუ ერთგვარი პოლიტიკური ვენდეტა გაქვთ დაგეგმილი ხელისუფლების საპარლამენტო ქალბატონინგა კოჰაბიტაციამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო დაგროვილი არის ჩვენ შორის გარკვეული ურთიერთდაპირისპირება არანაირად არ შეიძლება რომ ერთ სიბრტყეში ერთ სამყაროში ვიყოთ მაგალითად მე და გიორგი ბარამიძე მე და გივი თარგამაძე არანაირად არ შეიძლება ესენი პარალელურ სამყაროში მოყვებიან ქალბატონინგა მათ მიკროკლიმატი ჰქონდა თავიდანვე შექმნილი და აშენებდნენ რაღაც სამყაროს აშენებდნენ მაპატიოს ყოლა მაგრამ არ შეიძლება ამ ხალხთან ურთიერთობა უბრალოდ ისინი იქცევენ ძალიან გამომწვევად ცინიკურად მაინტერესებს უბრალოდ რატომ იქცევიან ეს ახალგაზრდა ბიჭები თქვენ თვითონ მოგეწონებათ ახლა დავით საყვარელიძეს კითხეთ მან განაცხადა რომ თურმე თამაზ თამაზაშვილის საქმე არ ახსოვს ამას ამბობს ადამიანი რომელიც გენპროკურორის მოადგილე იყო და თამაზ თამაზაშვილის სახელი ზუსტად მისი უწყებიდან გადიოდა ზუსტად თამაზ თამაზაშვილი მათ ყავდათ დაპყრობილი და საპყრობილეში დილეგში გამომწყვლეული ხოლო შემდეგ კი ატრიალებდნენ ჯიბის ტელევიზიების მიერ
და საინტერესოა საერთოდ ეს ხალხი რას ფიქრობს მათ უნდა თუ არა ჩვენთან თანამშრომლობა პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები პირველ რიგში ჩვენ ვართ მამაკაცები ხოლო შემდეგ ვართ დეპუტატები უკაცრავად თქვენ პირველ რიგში ეხლა ხართ პარლამენტის წევრები საჯარო პირები რომლებსაც აქვთ თმენის ვალდებულება მოდით შევთანხმდეთ ამაზე თქვენ მოგწონთ ვინმე თუ არ მოგწონთ მე ერთი რამ მინდა წაგიკითხოთ ერთი უკაცრავად Facebook სტატუსი საფრანგეთში ჩვენი ელჩის ეკა სირაძე დელონესი რომელიც არის სწორედ ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული ელჩი ამ გადმოსახედიდან ამბობს იგი ნამდვილად არაა მნიშვნელოვანი ვინ არის მტყუან მართალი სამაგიეროდ ძალიან სამწუხაროა მერწმუნეთ საფრანგეთის ყველა ტელევიზია შენს პარლამენტში ცემატყეპის კადრებს რომ უჩვენებს ჩვენ ხომ საუბრობთ 21 საუკუნეზე ახალ სტანდარტებზე აი რა ურთიერთობაა ეს ყველაფერი ეს სიტყვათა წყობა და თუნდაც ეს მუშტიკრივი რა ჩვენ ვიხილეთ ანუ ვართ კაცები რას ნიშნავს ხართ კაცი მამაკაცი დეპუტატები ეს იმას ნიშნავს რომ აუცილებლად მუშტებით უნდა გასცეთ პასუხი ოპონენტებს არა მუშტები რა თქმა უნდა მუშტები მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობაში როდესაც სიტუაციიდან გამოიყვანენ ადამიანს და ყოველგვარ ზღვარს გადაცილდებიან ცივილურ ქვეყნებში იაპონიაში კორეაში უკრაინაში ხდება ესეთი რაღაცეები სამწუხაროდ ვერ გავექცევით კიდევ ერთხელ გიმეორებთ ჩვენ ვართ პირველ რიგში ადამიანები მამაკაცები ხოლო შემდეგ ვართ დეპუტატები ჩემი მოსაზრება ესეთი გახლავთ მე ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვათ რეალურად ეს გამოიწვია საკითხმა უკრაინასთან დაკავშირებით დაყენებულმა საკითხმა გუშინ თქვენმა ოპონენტებმა თქვენს რომ სწორედ ამან გამოიწვია ის აგრესიაო რომელიც შემდეგ წამოვიდა თქვენი თანაგუნდელის მხრიდან აბა რამ გამოიწვია დიდი ბოდიში სოსო ჯაჭულიანმა გააკეთა კონკრეტული განცხადება კონკრეტული რეგიონის კონკრეტული რაიონის კონკრეტული უბნის და კონკრეტული მაცხოვრებლის შესახებ რა დროსაც გიორგი ბარამიძემ თითები ატრიალა ჟესტიკულაცია და ცინიკურად იღიმოდა ჯერ ეს ერთიც მართლაც ძალიან ძნელი მოსათმენია როდესაც ადამიანი ტრაგედიაზე საუბრობს და მეორე პიროვნება რომელიც ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას ის იცინის და კიდე რაღაც ორაზროვან და სამაზროვან წინადადებებს ისვრის და თითებს ჟესტიკულაციას აკეთებს. ძალიან ცუდი მოსასმენია ქალბატონინგა. შესაძლოა მართალი ბრძანდება ჩვენი ტელემაყურებელი, ჩვენი ამომრჩეველი, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან ძნელი მოსასმენია. როდესაც უყურებ მათ დამცინავ სახეებს, როდესაც უყურებ მათ კილიქს, როდესაც უყურებ მათ აგრესიულ გამონახტოებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ აქვს დღევანდელ საქართველოსთან. კარგი, მე მაინტერესებს რა კითხვები გაქვთ ასეთი გივით არგამაძის მიმართ ამაზე რამდენიმე წუთში დაგისვავთ შეკითხვას მანამდე ისევ გუშინდელ თემას მინდა მიუბრუნდე გუშინდელი თემა რომელიც თქვენმა ოპონენტებმა დაუკავშირეს სწორედ აი ამ უკრაინის მხარდამჭერი განცხადების მიღებას დღეს სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა სიამ მართველი პარტიის იმ დეპუტატების ვინც ხმა არ მისცა ამ განცხადებას და მან გიწოდათ სამარცხვინო თქვენ და თქვენს კოლეგებს რატომ არ დაუჭირეთ მხარი გუშინ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას. ქალბატონინგა სამწუხაროდ იმ დროს დარბაზში არ გახდით და ამიტომ არ დაუჭირე განცხადებას მხარი თორე არანაირი პრეტენზია მაგ განცხადებასთან არ მაქვს პირიქით შეუერთდები. აი ხაც თქვენი ეთერით და მე მგონი ქალბატონ სალომე შეეძლო გაეგო პირადად ჩემი Facebook მეგობარიც არის და საერთოდ ცოტა კორექტულად რომ გამოირჩეს ჯობია მე მგონი ჩვენ გვასწავლის კორექტულობას და არა გასაგებია მაგრამ თქვენ თუ არ იყავით დარბაზში იქ იყო ჩამონათვალი მთელი დეპუტატებისა ძირითადი გუნდი იყო დასახელებული რომლებმაც ასევე არ მისცეს ხმა ანუ აქედან გამომდინარე ქალბატონინგა მოდით ნუ ვიტყვით რომ არ მისცეს ხმა და ძირითად გუნდს ნუ დავარქვით ყველა ძირითადია ვინც პარლამენტში არის მოხვედრილი სავარო ხის მაგივრად ვერ გაგცეთ პასუხს მე პირადად იმ დროს არ ვიმყოფებოდი დარბაზში ანუ არ იყო თქვენთვის ეს საკითხი ოთარ მნიშვნელოვანი თუ უბრალოდ არ იმყოფებოდით იმიტომ რომ ზუსტად გუშინვე შემდეგ ხმა მიეცით 86 ხმით 0-ის წინააღმდეგ ბიუჯეტის დამტკიცებას 2014 წლის ბიუჯეტს და პრინციპულად არ მოხდა იმ დროს დარბაზში თქვენი დეპუტატების შესვლა როცა უკრაინის საკითხი გადიოდა მე მინდა თქვენი ოპონენტების შეკითხვები დაგისვათ იმიტომ რომ არ იყოს ეს სამხრივი მონოლოგი მესმის ქალბატონინგა ჩვენს ოპონენტებს ახასიათებთ ინსინუაციები, ისინი დახელოვნებული არიან ამ პროვოკაციებში, ინტრიგნობაში, მაგრამ მერწმუნეთ, ნამდვილად შემთხვევით მოხდა რომ ვერ მივეცი ხმა ამ რეზოლუციას.
კი ბატონო. პირადად ვერ მიეცი ხმა. ხის მაგივრად ვერ გიპასუხე. მე მაქვს კითხვები და არა მარტო კითხვები გივით არგამაძესთან. მე აღარ მინდა გავიმეორო ის სიტყვები, რომლითაც თქვენ მას მოიხსენიებთ. დაახლოებით კი არა და ზუსტად იგივე რითიც გუშინ მოიხსენია გიორგი ბარამიძე სოსო ჯაჭვლიანმა. რა შეკითხვები გაქვთ ასეთი, რომ ამბობთ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ კითხვები. რას გულისხმობთ? რატომ ემუქრებით გივით არგამაძეს? არა, მე არ ვემუქრები გივით არგამაძეს. გივით არგამაძემ თვითონ დაგვემუქრა 2007 წელს, მაშინ როდესაც ცხოვრებაში პირველად შეძლო და პირი დააღო. აი მაშინ დაგვემუქრა 2007 წელს ჩვენ. და ეხლა თუ შეიძლება კითხვებს ჩამოგიწვით, მაინც ჟურნალისტი ვარ და ეხლა ჩამოვწერე აქ ბატონ გივისთან. არა მარტო მე მაქვს კითხვები, არამედ ჩვენს მოსახლეობას აქვს. მის სამომრჩევეს, ჩვენ სამომრჩევეს აქვს კითხვები. 2007 წელს რატომ გვემუქრებოდა ეს კაცი ძალიან მაინტერესებს. და კიდევ გივით არგამაძის სახელი ამოტივტივდა ჯერ კიდევ წლების წინ იარაღის სკანდალთან დაკავშირებით. და მაშინ ამით უკრაინის რადაც კი დაინტერესდა. სადაც სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კორუფციული გარიგებების სქემას შიფრავდა. კიდევ მაქვს კითხვა. უკრაინაში თავის დროზე ვინ ეკითხებოდა გივით არგამაძეს ზონდერების ჩაყვანას? რატომ ემუქრებოდა ქალაქ დონეცკს აწევით თუ აფეთქებით? გივით არგამაძეს იგივე ვასილიჩს ხომ არ აკავშირებს რაიმე ცნობილ კრიმინალებთან, ძმებ შუშანაშვილებთან, ან ვატოყიფიანთან. ხომ არ დაეხმარათ არგამაძე რამე გარიგების ფასად ვატოყიფიანს ციხიდან განთავისუფლებისას. ეს მხოლოდ და მხოლოდ კითხვებია. კიდე მაქვს. ვასილიჩის ოჯახის წევრები ხომ არ ყოფილან ლექსი ჯგუფის ფლობელთა შორის. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია მონაწილეობდა როგორც გზების, ასევე კორპუსების მშენებლობაში თბილისის პრესტიჟულ უბნებში. გივით არგამაძის უახლოეს წრეს ხომ არ აუშენებია ყვარლის ტბის დასასვენებელი კომპლექტი და შემდეგ იგივე ანალოგიური პროექტი ხომ არ გაუკეთებიათ მათ დურჯის ტბაზე. და კიდევ საინტერესო რაღაც მინდა ვთქვა, თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით, ქალბატონო ინგა, ჩემსავით და ტელეკომპანია იმედში იყავით. ალბათ ყურმოყრული მაინც გექნება, შესაძლოა არ დამეთანხმოთ, შესაძლოა გავატაროთ, მაგრამ იმედის დარბევის შემდეგ დარბოდა თუ არა გივით არგამაძე ჟურნალისტებთან და სთავაზობდა თუ არა მათ ფულს ქეშად ან საოცრებო ხელფასებს ხელისუფლების მიერ მართულ მასმედიაში გადმოსვლისათვის. და კიდევ ბოლო 2008 წელს ის და ქალაქის მერ გიგი უგულავა ზედმეტად ხომ არ ერეოდნენ სამხედრო მოქმედებებში, რომელიც გორში მიმდინარეობდა. აპირებ თქვენ ეს შეკითხვები რომ დაუსვათ გივით არგამაძეს პლენარულ სხდომაზე თუ რაიმე კონკრეტული ისეთი ინფორმაცია გაქვთ, რომლის საფუძველზეც დაუშვათ კიდევ უფრო სხვა გზებს მოძებნით, მაგალითად საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთობას გულისხმობთ. ეს კითხვები არის მოსახლეობიდან შემოსული. ეს კითხვები არის მოსახლეობიდან შემოსული. მთავრობის დამტკიცების დროს მე მაშინაც შევთავაზე გივით არგამაძესაც და გიორგი ბარამიძესაც სხვათა შორის, რომ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში წამოსულიყო და თავის სამომრჩევლებს შეხვედროდნენ ეს ხალხი, მაგრამ მათ იგნორირება გააკეთეს. რა თქმა უნდა, ვაპირებ ახლა დასამალი რა მაქვს, ახლა Facebook-ზე გავაკეთე განცხადება და თქვენს პირდაპირ ეთერში ახლა გივით არგამაძეს და რატომ ვერ ვეთქვი და ან რა არის. არა, მე უბრალოდ კითხვა მიჩნდება. ერთი წელია თქვენ ერთად ხეთქართ პარლამენტში, ამ ერთი წლის განმავლობაში მსგავს ფაქტებს ადგილი არ ქონდა. მაინც და მაინც რატომ ეხლა ზედიზეთ? გუშინ სოსო ჯაჭვლიანი დღეს თქვენ ერთი და იგივე ტერმინოლოგიით საუბრობ და კონკრეტულ ოპონენტებს ირჩევ დაუშვათ აი ამ ტიპის თავდასხმებისთვის, მოდით ასე დავარქმევ. რატომ მაინც და მაინც ეხლა, რატომ არა ამ ერთი წლის განმავლობაში, ოთარ? ქალბატონო იგა, მე ყოველთვის მქონდა მათთან დავა, კამათი, მაგრამ ისინი ძირითადად არ დადიან პლენარულ სხდომებს და ეხლა მარტო ჩემთვის ვისაუბრო, აზრი არ აქვს. როდესაც მოვლენ, მაშინ დაუსვამ ამ კითხვებს, რა პრობლემაა. ისე სიმართლე გითხრათ, მართლაც მწვენია უბრალოდ რომ პარლამენტში ვიცე-სპიკერად არის გიორგი ბარამიძე, მაგრამ ეს უფრო ალბათ ნაციონალების სირცხვილია და მაგაზე მეტი სირცხვილი წაუტანიათ. კი ბატონო, თქვენ არ მიეცით ხმა ბარამიძე რომ გამხდარიყო ვიცე-სპიკერი? ნაციონალების ხმები ხომ არ იქნებოდა საკმარისი ამის? ვერ მოგატყუებთ. არ მახსოვს. არ გახსოვთ, მაგრამ თქვენმა თანაგუნდელებმა ხომ მისცეს ხმა, რომ ვიცე-სპიკერი გამხდარიყო გიორგი ბარამიძე. თუ კი მის მიმართ არსებობს ასეთი კითხვები. ალბათ მათ ჯეროდათ, რომ სავლე პავლეთ გადაიქცეოდა. სამწუხაროდ გიორგი ბარამიძე რაც იყო, ის დარჩა. და ანუ აი ამ იმედით მისცა ხმა ოცნების ნაწილმა გიორგი ბარამიძეს? მე ვერ გეტყვით ახლა რა იმედით მისცა ოცნების ნაწილმა ხმა ბატონ გიორგი ბარამიძეს გავიცე-სპიკერებას.
კი, მაგრამ თუ კი ასეთი მნიშვნელოვანი იყო ნაციონალური მოძრაობა თქვენთვის ოთარ, ამიტომ გეკითხებით. კიდევ უფრო თამამად იმიტომ გისვავ კითხვას, რომ ჟურნალისტი ხარ ყოფილი და ზუსტად მიხვდები, რომ მე ეს კითხვა უნდა დავსვა. თუ ესეთი მნიშვნელოვანი იყო გიორგი ბარამიძის განვლილი გზა ხელისუფლებაში, ანუ არ შეიძლება რომ არ ახსოვდეს, ხო? ოცნების ერთ-ერთ აქტიურ წარმომადგენელს, როგორიც ხარ თქვენ, ვინ მისცა და რატომ მისცა მაშინ ხმა მის ვიცე-სპიკერობას. თუ კი იგი არის დამნაშავე იმ ყველაფერში, რასაც ჩვენ გუშინ ვისმენდით თუნდაც. ქალბატონო ინგა, ჩვენთვის სულ ერთი იქნებოდა გივი თარგამაძე იქნებოდა, გიორგი ბარამიძე იქნებოდა, დავით საყვარელიძე იქნებოდა. ამ ხალხის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს და ძალიან გთხოვთ, როდესაც დავით საყვარელიძე იქნება თქვენთან ეთერში და თუ არ შევხვდები ახლა იქნება. კითხოთ მას აი ამნეზიის კილიმანჯაროზე როდის მოხდა თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებით და როდის მე არ ახსოვს თამაზ თამაზაშვილის საქმე. თქვენი ნებართვით მე უბრალოდ სიტყვებს შევწვი და იგივე შინაარსის შეკითხვით გადავალ ცოტა ხანში ბატონ დავით საყვარელიძესთან. ძალიან დიდი მადლობა ოთარ, რომ მიიღე მონაწილეობა გადაცემაში, წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა. ეს იყო ოთარ ჩდილელი, ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც უკვე გითხარით, აგრძელებს გუშინდელ ტონალობას, რაც ჩვენმა მაყურებელმა უკვე მოისმინა სოსო ჯაჭვლიანის მხრიდან და ზუსტად იგივე სიტყვას ჩმორს უწოდებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ასევე აქტიურ ლიდერს გივით არგამაძეს. ჩვენ გვექნება რამდენიმე წუთში ჩართვა, პირდაპირ ჩართვა კვლავ ქუთაისიდან. მანამდე კი მინდა რომ სტუდიაში წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ესენი არიან ლაშა გიორგაძე, ლალი აფციაური, მელორ ვაჩნაძე, ირაკლი ღლონტი, ნანა კაკაბაძე, ზვიად გობეჯიშვილი. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ დაანონსებულ 15-ისთვის დაანონსებულ აქციაზე, ქუჩის აქციაზე და იმ დაპირისპირებაზე, რომელიც დღეს გამოიწვია საკითხმა კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით, ხო? თუ არ ვცდები, ბატონი ირაკლი იყო ამ განცხადების ავტორი, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ნანა კაკაბაძეს დაუკვეთა ვიღაცამ, რომ კანონიერი ქურდების თემა. ხო, ნუ შინაარსობრივად ასე იყო. თუმცა ვიდრე ამ კონკრეტულ საკითხზე გადავალ, მე მინდა ორიოდე კითხვა დაგისვათ სტუდიაში ძალიან მოკლე პასუხებით. თქვენ ეხლა ერთი წუთით დაივიწყეთ თემა, რომელზეც ჩვენ მოგვიწევს შემდეგ დებატები და როგორც უბრალოდ ამომრჩევლები ამ ქვეყნის, როგორც მაყურებლები თუნდაც იმ ყველაფრის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორ შეაფასებდით აი ამ ტონალობას, რა ტონალობაშიც წავიდა ოპონირება ამ ორი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში ორ დაპირისპირებულ ძალას შორის. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ქალბატონო, საინტერესო კითხვა არის და კარგია რომ ამის საშუალება მოგვეცა რომ ჩვენი მოსაზრებები გაგაცნოთ. აქ თავარი არ არის ვინ ვის უპირისპირდება ეს უმცირესობა უმრავლესობას თუ უმრავლესობას შიგნით. ჩემთვის ეგ არ არის თავარი ის არის სათქდება ეს რა დონის წარმომადგენლობთ ორგანოში, ეს არის საქართველოს პარლამენტი, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. ჩვენ ვართ საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე, ეს არის ევროპასთან თანაცხოვრების სურვილების გამოხატვა, რაც გამოიხატა პარაფირებაზე ღვთისმებით ხელის მოწერით და ვალდებულების აღება შემდგომ ეტაპი. რამდენად სასურველია რომ პარლამენტში ერთმანეთს ჩმორს ეძახდნენ და ხელს ურტყავდნენ და მუშს ურტყავდნენ, ხო? ხან უცხოში და ხან უცხოში, საზოგადოებამ გასაჯოს, მე რა თქმა უნდა შევაფასებდი უარყოფითად. იხარია რომ ამას აფასებენ ჩემ როგორც მე თავად უმრავლესობაშიც და უმცირესობაშიც უარყოფითად. ეს ძალიან კარგია. დიდი მადლობა. დათო საყვარელიძე არის უკვე ხაზზე, მანამდე კიდევ ერთი კომენტარი მაინტერესებს სტუდიაში. თქვენ როგორ შეაფასებდით ქალბატონო ლალი, რასაც უყურებთ ამ ორი დღის განმავლობაში? თუნდაც აი ეს ტერმინოლოგია და აპირისპირება მუშტი კრივი. მართალია ახალი არ არის, ჩვენ გვინახავს ასეთი რამ საქართველოს პარლამენტში არაერთხელ, მაგრამ დღეს ამ გადასახეით. ქალბატონო ინგა, არა მარტო საქართველოს პარლამენტში, არამედ სხვა ქვეყნის პარლამენტშიც მინახავს ასეთი რამ. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რა თქმა უნდა, ვერ წაახალისებ იმით, რომ ეს იყო თქვათ სასურველი და სანახაობაც საინტერესო, მაგრამ რატომღაც მაინც და მაინც გახდა ეს თითით საჩვენებელი და მთელი 2-3 დღის სასაუბრო თემა, როდესაც თითქმის ყველა მეორე დღეს შედით სოციალურ ქსელში და ნახავთ, რომ უფრო მეტი სიტყვების კორიანტელი და მუშტიგრივი და სოციალური ქსელი ხომ არ არის? მე არ ვამბობ, პარლამენტის ნახავთ იქ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში მომხდა სამწუხაროდ ასე ხდება. რა თქმა უნდა, მე წახალისებას არ ვაკეთებ. რა თქმა უნდა, არ არის ასიამოვნდო, როდესაც მსოფლიო უყურებს ამას და მე მიცინია სხვათა შორის, როდესაც ვხედავ სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ასეთ ქმედებას. მწუხარო ჩემი ქვეყნის
სახეებზეც ასე უნდა გაიცინონ სამწუხაროა. კი ბატონო, მე ქალბატონ ანას თქვა მოკლე კომენტარს და გადავდივარ პირდაპირ შემდეგ უკვე ქუთაისიდან ჩართვაზე და ინტერვიუს დასრულების შემდეგ ბატონ დავით საყვარელიძესთან კვლავ სტუდიაში ამ შეფასებებით გისმენთ. იცით რა არის პარადოქსი აი ამ შეფასებების დროს არის ერთ რაღაცაში გააჩნია ვინ ამბობს და რას ამბობს. იმ ადამიანებს რომლებსაც ამისი თქმის უფლება არ აქვთ მათგან ნათქვამის სიმართლეც უკვე ტყუილია, იმიტომ რომ ესენი არიან ის პარლამენტარები და ის ადამიანები, რომლებიც უფრო უარესი ქმედებებით გამოირჩეოდნენ, ვიდრე დღეს ჩვენ ამას ვხედავთ. რა მოსატანია სიტყვა ჩმორი იმასთან, რასაც ეს თავხედი პარლამენტარები აკეთებდნენ წინა პარლამენტში. ცემა ადამიანების, შეურაცხყოფა ადამიანების სულს ამოგხდით თქვენ ნაძირლებო საკუთარ ამომრჩევლების წინააღმდეგ. ანუ ეს, როდესაც ეს კასტა ადამიანების ამაზე საუბრობს, ეს არის ამაზე რძენი, თორემ ბუნებრივია თავისთავად ის, რომ პარლამენტში არ უნდა ხდებოდეს მუშტიკრივი და არ უნდა ხდებოდეს შეურაცხყოფა, ეს გასაგებია. კიდევ ვიმეორებ, არიან ადამიანები, რომლებსაც ამისი თქმის უფლება არ აქვთ და არიან ადამიანები, რომლებიც სწორედ უნდა იყვნენ მოწოდებული, რომ ასეთ ხარვეზებზე ისაუბრონ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია არა იმან, რომ ეს ადამიანები გამოირჩევიან თავისი უტაქტობით ან არასწორი არაკორექტული გამონათქვამებით, არამედ იმ პოლიტიკამ, რომელსაც დღეს ქართული ოცნება ატარებს. კარგი, ქართული ოცნების პოლიტიკის წინააღმდეგ სწორედ იგეგმება თქვენი აქცია, ამაზე უკვე ქუთაისიდან ჩართვის დასრულების შემდეგ უნდა ვისაუბროთ. მთავარი საინტერესო არის ისიც, რომ BBC და Euronews-ის ეთერში მოხდა გუშინდელი ჩვენი პარლამენტის ამბები და კიდევ ერთხელ გავიხსენებ დაუშვათ იგივე საფრანგეთის ტელეარხებზე როგორ საუბრობდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში ქალბატონი ეკა სირაძე დელონე. პირდაპირ ჩართვა გვაქვს კვლავ ქუთაისიდან, გვერდება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე. საღამომშვიდობის ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ბატონო დავით, კითხვა მინდა რომ დაგისვათ ასეთი გუშინდელი ამბავი, რომელიც ნახა ყველამ და დღეს უკვე ქართული ოცნების ასევე ერთ-ერთი დეპუტატის მხრიდან გამეორდა იგივე ბატონი ოთარ ჩრდილელი, რომელიც თქვენამდე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ზუსტად იგივე სიტყვით ამბობს, რომ მეორე ჩმორი ეს არის გივი თარგამაძე, რომელთანაც მე მაქვს კითხვები და არა მარტო კითხვები. რა ხდება? რა ურთიერთობის ფორმაზე გადადის საქართველოს პარლამენტი? რა სიტყვით? მე საერთოდ თვლი რომ არასწორი იქნება ამაზე ჩემგან კომენტირება, ეს მაყურებელმა და ამორჩეულმა შეაფასოს თვითონ ქართული ოცნების და ბატონი ჩრდილელის. უბრალოდ ეს ეთყობა შეჩვეულია ალიას და ასავალ-დასავალის ენას და ნოსტალგია აქვს ამასთან დაკავშირებით და ნუ არასერიოზულია ამ შენობაში, ამ გარემოში, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია ამისგან განსხვავებული რაღაცა ძველბიჭური და არაკულტურული ტერმინოლოგიით მეტყველება და მიმართვა ერთმანეთზე. ასე რომ მე ამ პოლემიკაში ნამდვილად არ შევალ და არ შევაფასებ ასავალ-დასავალის და ალიას ენას, რომელსაც ალბათ ჩვენი ზოგიერთი კოლეგა მისტირის. მე უბრალოდ კითხვა დაგისვით ასეთი, რატომ დაიძაბა განსაკუთრებულად აი ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის სიტუაცია თუნდაც შიგნით პარლამენტში, იმიტომ რომ ერთწლიანი თანაცხოვრება ჩვენ ვნახეთ ყველამ, არანაირი ექსცესები თითქმის არ ყოფილა, რა ხდება? საინტერესო შეკითხვაა, სხვათა შორის საქმეც იმაშია, რომ არ არის ეს უბრალოდ დაძაბულობა და არ გვინდა რომ მაყურებელმა გაიგოს, თითქოს ჩვენ გუშინ რაც მოხდა იყო სახეზე უბრალო კინკლაობა, ასე ვთქვათ, დეპუტატებს შორის. საქმე იმაშია, რომ ამის ფესვები საკმაოდ ღრმად მიდის და საკმაოდ კარგად იყო დაგეგმილი ეს კვირეების და დღეების განმავლობაში. ბატონი ჯაჭულიანის პროვოკაცია და მთავარი არის არა კინკლაობა, ხა ბოლო-ბოლო კაცები ვართ და ყველას მოგხსვლია და მომხდარ არასასიამოვნო ფაქტი თუ პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ. ხა რამდენად სასიამოვნოა ამ ჯამბაზობის ყურება, მოსახლეობის ცალკე პრობლემაა ზოგადად, მაგრამ ნუ ეს გადალახვადია. მთავარი არის შინაარსი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და მაყურებელს გვინდა აუხსნათ. ბატონი სოსო 10 დღის წინაც ემზადებოდა ამისთვის, რომ ეს პროვოკაცია მოეწყო, ახლა ამას რომ ადამიანს უწოდებ, ამის იქეთ რაღაცა კვეტექსტი დგას, ხო და თუ გავშიფრავთ და გავყვებით, ასე ვთქვათ, მის კონკრეტულ მესიჯებს, რა გზავნილების მან გააჟღერა, ეს იყო ძალიან საშია ახალი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ნამდვილად 9 წლის განმავლობაში ვაშენეთ, ვეცადეთ რომ ფეხს დაგვეყენებინა და ამის წინააღმდეგ იყო სწორედ მიმართული. პირველი, ეს იყო ძალიან საშიში და ძალიან ცუდი გზავნილი, საკმაოდ იაფასიანი გზავნილი, კუთხური შუღლის გაღვივების მხრივ, ასე ვთქვათ, მე არ ვიცი რამდენად აქვს ბატონ სოსოს სვანეთის და სვანების სახელით ლასაუბრის უფლება და ბევრმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა სვანეთიდანაც და თბილისში მცხოვრებმა სვანებმაც და ეს შეშფოთება გამოხატეს, მაგრამ აქ საკითხი სხვა რამეს ეხება. ის საუბრობდა პირდაპირ კრიმინალური დაჯგუფებების ენით და ფაქტიურად გადასცა
იმ სისტემებს და იმ სისტემის წარმომადგენლებს, იმ ენთუზიასტ ხალხს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ მუხჩაუხელად ნამდვილად რომ საქართველოში ყოფილიყო კრიმინოგენური სტაბილურობა და უსაფრთხო გარემო აქ მარტო გია ბარამიძის მიმართ არ იყო ეს შეურაცხყოფა და ეს გაგზავნილი ის მიმართავდა სრულიად იმ მოქმედ პოლიციელებსაც ალბათ და პროკურორებსაც და მოსამართლეებს და უბრალოდ მოქალაქეებს ვინც ხმა აღიმაღლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ სხვა საკითხია რამდენად სწორად მოიქცა რომ გააიგივა მაგალითად აფრასიძეების კლანი სვანეთთან და მაგრამ ვის რასაც თქვენ კრიმინალებს უწოდებთ უკაცრავად მე მინდა შეგახსენოთ ეს ადამიანები პოლიტპატიმართა სიაში მოხვდნენ და ისე მოხდა მათი გათავისუფლება ახლა კალაძესაც შეგიძლიათ კითხოთ ვიცე-პრემიერს მასაც პოზიცია ჰქონდა მე მახსოვს აფრასიძეებთან დაკავშირებით მე მის ინტერვიუს მახსენდება ნოემბრის თვეშია გასული წლის თუ არ ვთქვი მიცემული და ვიცე-პრემიერის პოზიციაც იქნებოდა საინტერესო ზოგადად ამ ორგანიზებულ დანაშაულებებთან დაუსვავთ ამ შეკითხვას კახაკალაძეს მაგრამ თუ ასეთი კრიმინალები ძალიან კაფეო ჩამოყალიბებული რეაქციული ნაწილია ბოდიში ვიხდი დავასრულებ ხაბატონიკა შეკითხვას დავასრულებ ისე თქვენსაც სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტში უკვე ჩამოყალიბდა ნამდვილად არ არის ეს სასიხარულო საკმაოდ რეაქციული ადამიანების გაერთიანება რომლებიც აფილირებული იყვნენ პირდაპირ თქვათ პრორუსული იქნება თუ არა ასე ვთქვათ ქართული სახელმწიფოს იდეოლოგიის მიმდევარ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან და არაკეთილს მოსუნდნენ მეზობლების რიტორიკასთან რომლებიც ამდენი თვეა მაგალითად გვემტკიცებენ რომ არ უნდა წავიდეთ აუცილებლად სოჩის ოლიმპიადაზე რომ არ უნდა ასახულიყო მაგალითად საერთო უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციაში რომელიც პარლამენტმა მიიღო და ინიცირებული იყო ჩვენს მიერ არ უნდა ასახულიყო ასე ვთქვათ ანტირუსული ასე ვთქვათ პროპაგანდა ან მესიჯები და იყვნენ ამის ყველაფრის წინააღმდეგ და გუშინაც ბატონი სოსოს ეს რეაქცია მოყვა სწორედ გია ბარამიძის გამოსვლას რომელიც იქ იმყოფებოდა ჩვენთან ერთად და მხარს უჭერდა უკრაინელი ხალხის თავისუფლებას უკრაინელი ხალხის პროევროპულ გზას ამაზეა სწორედ ლაპარაკი აქ არ არის უბრალოდ ეს არ უნდა გავიგოთ როგორც უბრალო კინკლაობა ვინაიდან თუ ადამიანს რამე გულში აქვს ერთი წელია უკვე პარლამენტის წევრები ვართ და აქამდე შეეძლო ეს ყველაფერი კი ბატონო თუმცა ისინი ამბობენ რომ უკვე ყელში ამოუვიდათ როგორც ეხლა ვისმენდით ბატონი ოთარ ჩtildelisგან უკაცრავად თუ შეიძლება დავასრულებ ამოუვიდათ დაუშვათ ის ტონი რომელსაც თქვენ ესაუბრებით მას ჭკუის სწავლება იმიტომ რომ ისინი ამბობენ რომ ნაციონალურ მოძრაობას რომელიც 9 წელი იყო ქვეყნის სათავეში არ აქვს უფლება რომ დღეს აკრიტიკოს ბიუჯეტი აკრიტიკოს ადამიანის უფლებები აკრიტიკოს მთელი რიგი გადაწყვეტილებები ახალი ხელისუფლების იმიტომ რომ წლების განმავლობაში ისინი ჩადიოდნენ იმას რასაც ჩადიოდნენ მე შემიძლია კიდე უფრო ფართოდ წავიდე და მაგალითად აქ დაიბა ალიას დასავალის რიტორიკაა 9 წლის განმავლობაში ჩვენ სწორედ ჩვენ აგვაქვს უფლება რომ გავაკრიტიკოთ ის 1.600.000-ით გარღვეული ბიუჯეტი წელს ვინაიდან 2 მილიარდით დაუტოვეთ და გადავაბარეთ ახალ მთავრობას ყოველგვარი პრობლემის გარეშე და 9 მილიარდიანი ბიუჯეტი დაუტოვეთ ამაზეა სწორედ საუბარი თუ მათ არ შეუძლიათ ნორმალურ საპარლამენტო საუბარი და ნორმალურ საპარლამენტო ინტელექტუალურ დებატებში შემოსვლა მაშინ გზახსნილი აქვს ნებისმიერ მათგან შეუძლიათ დაატოვოს პარლამენტი ხალხს ისინი ამისთვის არ აურჩევიათ ვერწმუნეთ რომ ბოდიში ამ სიტყვაზე ნამდვილად არ შეამონებს ამ სიტყვის გამოყენება პირდაპირ ეთერში ჩმორები ეძახოს საკუთარ კოლეგას ასე ვთქვათ თუ ამდენი გაქანება არ აქვს ეს ცალკე პრობლემაა კიდე და მათ შეუძლია დაატოვონ პარლამენტი მაგრამ მან კონკრეტული შეკითხვა ფესვები სამწუხაროდ მიდის ძალიან ღრმად ეს ადამიანები ყოველთვის ესტებიან რომ გადაფარონ ნებისმიერი პროგრესული ჯანსაღ კრიტიკაზე, კონკრეტულ ციფრებზე, კონკრეტულ გაანგარიშებებზე, მათივე ნათქვამ, ასე ვთქვათ, მესეჯებზე და მათივე დანაპირებზე, მათ კრიტიკაზე აგებული ნებისმიერ ასე ჩვენ განცხადებას ისინი დაუპირისპირდებიან იმით, რაც გუშინ გააკეთეს. იგივე ჩვენ მხარდაჭერას ევროპის უკრაინის ევროპული კურსისკენ, თუ ნებისმიერი საქართველოს თავისუფლებისკენ სწრაფვას. ამაზეა სწორედ საუბარი. ძალიან ცუდად ჩამოყალიბდა ამ ადამიანების კასტა და გუშინ იყო ძალიან კაფეო დემონსტრირება ამის. ეს არ იყო უბრალოდ კინკაობა. სოსო ჯაჭვიანმა არ შეუთვალა ეს გია ბარამიძე. სოსო ჯაჭვიანმა შეუთვალა ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და მე ამ ხალხს ძალიან დიდ პატივს ვცემ. თუმცა ორგანიზებულ დანაშაულთან ერთად ბატონო დავით, გადანაშაულებენ და მთელი წლების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ამ ყველაფერს არაერთ დანაშაულში თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, მაგალითად, როცა ამბობთ, რომ ვებრძოდით კრიმინალს, რომ იგივე ოთარ ჩtildeლმა, ეხლა მე მთხოვა, რომ თქვენთვის დამესვა კითხვა გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, რატომ აღარ ახსოვს იგივე როგორ ყავდათ დატყვევებული თამაზ თამაზაშვილი. ეს იყო მისი მე მესმის, რომ ბატონ ოთარ ჩtildeს უნდა ასე ამონოს ახალ პრემიერ-მინისტრ მაქსიმალურად სტილობს, ასე ვთქვათ, ლაკუცით მისი სიმამრის თემის წამოწევით მას ასე ამონოს. მე არაერთხელ მithქვამს, ბატონ ირაკლეს დღეს აქვს საშუალება მის უწყებაში დღესაც მომუშავეან მათთან მოთანამშრომლე ადამიანებს, ეს თქვენ ეთერშიც
მithkwams დაუსვას შეკითხვა ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით და პროკურატურაც ახლა მის დაქვემდებარებაშია პოლიციას და ძალიან ბევრი ადამიანი მათთან გადაბაგდა თანამშრომლობენ სიამტკილობაში არიან და ეს მათ მოკითხოს ბატონმა უთარმა რამდენად ასე ამონეს ბატონ ირაკლის ეს მეორე საკითხია მაგრამ ნუ მისი მცდელობა ასავალ დასავალის ან ალიასენით ეს უკვე უკაცრავ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ უკვე ასავალ დასავალი და ალია და მე მინდა გქონოთ თუ რამე დანაშაული თუ ვინმეს რამე დანაშაული მედია საშუალებების დასახელებისგან კონკრეტულად ხო, ნუ ტერმინოლოგია მეცნო ძალიან და უსმენდი როგორ წაიკითხა რამდენიმე ასე ვთქვათ გახმაურებული გაზეთი სათაურებს გავდა მის მიერ გაჟღერებული. ბატონო დავით და ერთ კითხვას დაგისვათ თქვენი ნებართვით კიდევ ყველაფერი არის მათ ხელში უკვე ერთი წელია და თუ რამის გამოძიება შეეძლოთ გამოეძიებიათ არ არის არასერიოზულია უბრალოდ პოლიტიკური ტრიბუნიდან კუთხური შუღლის გამაღვივებელი და კრიმინალების მუქარის წამხაზებელი, ასე ვთქვათ, მესიჯების და მუქარის გაჟღერება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრების მხრიდან. ეს არის ამ სახელმწიფოს ტრაგედია. მინდა გითხრათ და ეს კარგად ნამდვილად არ დამთავრდება, როცა დეპუტატი იყენებს საპარლამენტო ტრიბუნას, რომ დაემუქროს ინსტიტუტს, დაემუქროს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ამის ოჯახს, სიცოცხლის მოსპობით და ანგარიშწორებით კრიმინალური სამყაროს მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთი ბოლო კითხვა თუ შეიძლება თქვენი ოპონენტები არა მარტო თქვენი ოპონენტები ძალიან ბევრი ადამიანი ამ დღეებში როდესაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იყვნენ ჩასული იყავით უпроსწორედ ჩასული კიევში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მეიდანზე როდესაც იდექით ისინი ამბობდნენ რომ მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობა დღეს საუბრობს უკრაინელი ხალხის უფლებებზე რატომ არ ახსოვთ მათ 7 ნოემბერი 26 მაისი ადამიანის უფლებები რომელიც მაშინ დაირღვა და იმ პერიოდში ირღვეოდა დარბეული ტელევიზია ტელეკომპანია იმედის სახით მაშინ როცა აპროტესტებენ თუნდაც უკრაინულ მედია საშუალებებში შესვლას სიამოვნებით გაგცემთ პასუხს უკრაინისგან განსხვავებით სხვათა შორის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი გადადგა და ამით გამოხატა თავის დამოკიდებულება იმოვლენის მიმართ რაც მოხდა 7 ნოემბერს და მე ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი ეს ახდება უკრაინაში სამწუხაროდ და ამის წინააღმდეგ არა მარტო ეს კომპონენტია რა თქმა უნდა უკრაინაში დღეს მაგრამ ამის წინააღმდეგ დგას სწორედ ხალხი კრეშატიკზე და ითხოვენ ერთ-ერთი მოთხოვნა არის მათი ესეც რაც შეეხება 26 მაისს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული იქნა ლეგიტიმური ღონისძიება უკანონოდ ქცეული შეკრების წინააღმდეგ. ამიტომ ნუ კიდევ ერთხელ ვერ მოვისმენ ამ ყადაღებულ რიტორიკას 7 ნოემბერი 26 მაისი. აი აგერ არის ჩემი ორივე პასუხი ამ თემაზე. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ჩვენ ალბათ ამ თემაზე ბევრს ვიდავებდით კონკრეტულად თუნდაც ტელეკომპანიაში შეჭრასა და დარბევასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ინგა გადადგა ამის შემდეგ და მე არ ვიცი სხვა რა უნდა გაეკეთებინა პოლიტიკურ თანამდებობის პირს ამ შემთხვევაში. მან აიღო ამაზე პასუხისმგებლობა და გადადგა, დატოვა თანამდებობა. ნუ დანარჩენი უკვე არ ვიცი თქვენი. და კიდევ ერთი კარგით ეს თქვენი პასუხი გასაგებია, როდესაც თბილისში ჩამობძანდებით, მე აუცილებლად გთხოვთ სტუდიაში მობძანებას ამ თემებთან დაკავშირებით და კიდევ ერთი კითხვა ძალიან ბევრჯერ ჩვენ გვესმის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან რომ დაუშვათ დღევანდელი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს იგივე ციხეები იქნება ეს თუ ციხეებში თუნდაც კონკრეტულად საპატიმროებში კანონიერი ქურდების მეშვეობით თქვენი ჩართვის შემდეგ ჩვენ სტუდიაში გვექნება სწორედ ამ თემაზე საუბარი ანუ მართლა არის თუ არა მოსალოდნელი რომ შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი რომელიც კანონიერ ქურდებს უკავშირდება. რა საფუძველი გაქვთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, როდესაც აცხადებთ, რომ ეს ხელისუფლება იგივე ციხეების კონტროლისას პენიტენციალურ სისტემაში ეყრდნობა მთლიანად კრიმინალურ ავტორიტეტებს? ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოქალაქე, ძალიან ბევრი მაყურებლებისგან დაზარალებული პატიმრის შობელი მოდის ხოლმე ჩვენთან და გვეუბნება რომ აი ესეთი სიტუაციაა დღეს ციხეში, მათ ჩვენ ვეუბნებით რომ მიმართონ ოფიციალურად სამართალდამცავ ორგანოებს ან გააკეთონ ამის შესახებ განცხადება, მაგრამ არსებობს ისევ შიში, რომ მათი შვილი, მათი მეუღლე იქნება ციხეში დაუცველი. ზოგადად ციხის პრობლემა არის ძალიან რთული პრობლემა, მე მესმის რომ არ არის ადვილი ამ სისტემის მართვა, მაგრამ დღეს ერთი ესე ვთქვათ ბოროტებიდან რაც გვახსოვს ციხის კადრებთან დაკავშირებით და იმ დანაშაულთან დაკავშირებით რაც კადრი ხდებოდა მივიღეთ მეორე უკიდურესობა დღეს არის სრული ჯუნგლი და სრული განუკითხაობა ციხეში საბედნიეროდ პატიმრების რაოდენობა დღეს არის მინიმალური ამ ხრივ რომ აფეთქდეს ხვალდაზე ციხეში სიტუაცია და საუბედუროთაც ვინაიდან 17000 პატიმარი გამოუშვეს ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ასე ვთქვათ ანალიზის გარეშე მაგრამ იქ თითეული პატიმრის ბედი და სიცოცხლე დღეს არის დამოკიდებული ისევ ორგანიზებულ დანაშაულზე კრიმინალურ სამყაროზე მე დიდი იმედი მაქვს
ეხლა ნამდვილად არ მჯერა რომ ლექსო ჭიკაიძე ან ირაკლი ღარიბაშვილი არიან ქურდების დამცველები ამ მიმართულებით. უბრალოდ მე ასე მგონია რომ ეს არის მაინც უკონტროლობის პრობლემა და ისინი არ აქცევენ ამას სათანადო ყურადღებას და არ მგონია რომ მიიღონ ასეთი უაზრო და გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგან კიდე და შემოიტანონ კანონ პროექტი, ასე ვთქვათ, სამარე გაითხარონ პოლიტიკური თავისით რომ კანონიერ ქურდებს, ასე ვთქვათ, მოუხსნან სამართლებრივი პრობლემა საქართველოში ფუნქციონირების და საქართველოში მოღვაწეობის. ეს მუხლი იქნა შემოღებული სპეციალურად საქართველოში, სხვათა შორის გია ბარამიძე იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი როგორც მახსოვს. ყოველი მესამე კანონიერი ქურდი სამწუხაროდ ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყო სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქე. ეს იყო ოფიციალური სტატისტიკა, თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა საქართველოში და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი, ეს არ იყო ამოჩემება. მაშინ მიმდინარეობდა დაუნდობელი ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ და ეს კარგად გვახსოვს სხვათა შორის. ძალიან ბევრი გაუპატიურებული, ჩამოხრჩვალი, ყელგამოჭრილი ადამიანი მინახია ქურდების ბრძანების მიღების შემდეგ, ასე ვთქვათ. ძალიან ბევრი გაუპატიურებული ადამიანის შესახებ, როდესაც საუბრობთ, ბუნებრივია, ყველას გაახსენდება თქვენი მმართველობის პერიოდში ციხეებში ადამიანების გაუპატიურების ფაქტები, ხო? ანუ ამას აკეთებდნენ დაუშვათ კანონიერი ქურდები, თუ ამას აკეთებდნენ სხვები, ამას უკვე ალბათ მნიშვნელობა აღარ აქვს. ბატონო დავით, გასაგმობია ინგა, მე არ ვამბობ, რომ ეს გასამართლებელია და ამაზე უნდა იყოს ძალიან მკაცრი და ძალიან მყისიერი რეაგირება. არავის არ უნდა შეერჩეს ადამიანის უფლების შელახვა, განსაკუთრებით საყობილეში მყოფი ადამიანს მას უკვე აქვს მისჯილი სასჯელი და როგორც ყოფილი პროკურორი გეუბნებით, რომ მასზე თითის ხლება არ შეიძლება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მასე ეს იყო დავით საყვარელიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მე კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ სტუდიაში ჩვენ სტუმრებს: ნანა კაკაბაძე, ლალი აფციაური, მელორ ვაჩნაძე, ირაკლი ღლონტი, ლაშა გიორგაძე, ზვიად გობეჯიშვილი, ასევე ჩაგვერთვება ადვოკატი გიორგიონიანი. კიდევ ერთხელ მოგესალმები და მე მინდა დავიწყო საუბარი იმ თემით, რომელზეც ეხლა ამ წუთებში საუბრობდა ბატონი დავით საყვარელიძე. ირაკლი ღლონტი იყო დღეს დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ნანა კაკაბაძე, ლალი უკაცრავად გადაცემაში თუ შეიძლება ტექნიკური ხარვეზია თუ არ ვცდები. ბატონო ირაკლი, თქვენი ყავით დღეს ადამიანი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ქალბატონ ნანა კაკაბაძეს. რატო? არ იყო ქალბატონ ნანას დაპირისპირება. მე განგიმართავ, მე მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში. წარმოგიდგებით, მე ვარ საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელი. სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა თითოეული საზოგადოებრივი ინიციატივა იყოს მაქსიმალურად ყარად საფუძვლიანი და თითოეული მოქალაქე იყოს საქმის კურსში. ეს იყო გუშინ ქალბატონო ინგა პატუცემულო სტუმრებო, როდესაც გამოვიდით ინიციატივით, რომ გაგვეგო რას უკავშირდებოდა 15-ში წინასწარ დაანონსებული აქცია. მე მინდა პირველ რიგში აღვნიშნო და თითოეულ ადამიანს, თითოეულ ჩემ თავს მეუწოდო პირველ რიგში და თითოეულ შესაძლებლობ ადამიანს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა ეს არის უპირველესი ამოცანა და ეს არის ძალიან დიდი საქმე. მე ვიცნობ ნელორს, დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთს ხვდებით, გვესალმებით. ვიცი ამ კაცის დამოკიდებულება, ქალბატონანას რა თქმა უნდა საზოგადოებაც სამ ადამიანებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც გითხარით, საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის და ჩემი ზვიადის ინიციატივა იყო, გაგვეგო რას უკავშირდებოდა, ვისი დაკვეთით ხდებოდა აღნიშნული მუხლის გაუქმება და ზოგადად გამეგო აქციასთან დაკავშირებით კიდევ რა მოთხოვნები იყო წამოყენებული, რადგან საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ მარტო პოლიტპატიმრების, ან თქო პატიმართა მდგომარეობა bis გაუმჯობესებაზე აქ არ არის საუბარი. რადგან ჩემთვის ცნობილია რომ მეტრო რუსთაველთან თუ ორსემი ფოტომასალებიც მაქვს წამოღებული, გაკრულია წინას და დაანონსებული აქციის პლაკატი, ეგრეთ დავარქვა, სადაც არის ამდენიმე მოთხოვნა. აღდგეს სამართლიანობა, შეიქმნა ხარვეზების დამდგენი კომისია, რასაც ჩვენ ვისაუბრებდა სიამოვნებით ხარს დაუჭეთ, რომ ყბადაღებულ თემას. რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს გაეცეს პასუხი და დამნაშავე უნდა დაისაჯოს და მართალი უნდა გამოდის გარდა. და მესამე ვარიანტი, მესამე საკითხი მოთხოვნა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. პლუს 223 პრემია მუხლის გაუქმება აი ქალბატონად. არა, 223 პრემიის აწაიკეთ. ეს იყო საზოგადოებაში გავრცელებული აზრი და სწორედ თქვენ იძახით რომ მოვიტარე ფოტომასალაო და მან საწაიკითხეთ 223. აქ არ წერია, მე ამაზე არ გესაუბრებთ. აქ არის სამპუნქტიანი. თქვენ ისე გააგრძელეთ რიტორიკა, რომ მე 223-ზე გადაходით. სწორად ვერ აღნიშნეთ, თქვენ ვერ გაიგეთ სიამოვნებით. პირველი რაზედაც მე გავაკეთე გუშინ
სპეციალური მიმართვა საზოგადოებისათვის, მათ შორის თქვენთვის ქალბატონ ანა, ეს იყო კითხვა, რას ემსახურება 233 მუხლის, პირველ მუხლის გაუქმება. მე მინდა საზოგადოებას რა ეს არის საქართველოს სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და მასზე პასუხისმგებლობის საკითხი, ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ამაცის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ეს არის? ბატონო, არა, მე არ ვიძახი, ეს გავრცელდა სოციალურ ქსელებში, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ საზოგადოებაში მუსლიმის აზრი გამარტივებით გაკეთა, ქალბატონმაც გააკეთა. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი 9 საათით ადრე შემიძლია მე. და იყო საუბარი იმაზე, რომ რაღაც ხარვეზებია, რაღაც კონკრეტული პრობლემებია. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში რომელიც არის ხელოვნების, ინტელექტის, მეცნიერების, სხვადასხვა სიკეთეების ქვეყანა, ჩვენ კრიმინალს აღარ უნდა თუ ვინმე ამას დააპირებს. კი, ერთი წუთი თუ შეიძლება ქალბატონ ანას მინდა მივცე სიტყვა და შემდეგ გადმოვალ თქვენთან, გისმენთ ქალბატონ. მოგესალმებით. ხო გითხარით და კიდე მინდა გავიმეორო, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ამ 9 წლიანმა პერიოდმა თავდაყირა დააყენა. მე ვძივარ ახლა ადამიანის წინაშე, რომელიც მეუბნება, რომ უფლებადაცვით სფეროში მოღვაწეობს და მე მას არ ვიცნობ. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს არავინ არ იცნობს საქართველოში როგორც უფლებადამცველს. ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, ცხვრის ქურშში გახვეული მგლები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ზუსტად იმ დანაშაულებებს ჩადიოდნენ, რომლის გამოძიებასაც და ერთი წუთი შეგაწყვეტინე. არა, ვერაფერს ვერ შემაწყვეტინებ, ახლა ჩემი დროა და თქვენ დროში ილაპარაკეთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გაიხადეს მგლის ქურქი, ჩაიცვეს ცხვრის ქურქი, მოვიდნენ ახლა როგორც ვითომ ადამიანის უფლებათა დამცველები და ცდილობენ რომ იმ ადამიანებს, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ამ საქმეში აქვს თავისი წვლილი შეტანილი, ეს ნაციონალური მოძრაობა ჯერ თავის დროზედაც ცდილობდა დისკრედიტაციას სხვათა შორის სამოქალაქო საზოგადოების და დღეს უკვე ხელისუფლებიდან წამოსული, ყოფილი ხელისუფლებიდან წამოსულები განთავსდნენ ადვოკატურაში, განთავსდნენ უფლებადაცვით ორგანიზაციებში. ანუ ადამიანის უფლებების დაცვაზე ექსკლუზივი მე მგონი არა, ექსკლუზივი კი არა. არამეს ვაპარაკობ და უცბად ეს ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება კი არა, უბრალოდ ამაში არანაირი წვლილი არ შეუტანიათ არასოდეს, დღეს უკვე გამოდიან არა მარტო ექსპერტებმა და ჭკუის მასწავლებლებად, არამედ მათ უკვე დაეთმოდ ისეთი სერიოზული ტრიბუნა, რომელსაც მე შემიძლია თქვა წლების განმავლობაში არსებულ უფლებადამცველებს ეს ტრიბუნები არ ქონიათ. ეხლა მინდა დავუბრუნდე კონკრეტულ საკითხს. ერთი წუთი თუ რაღაც რეპლიკა და კონკრეტულ საკითხზე დავამთავრებ და მე თუ შეიძლება რეპლიკები. ეხლა მინდა გითხრათ, რაც შეეხება 223 პრიმთან დაკავშირებულ აგორებულ კამპანიას, ეს ჩვეული მეთოდია საერთოდ ნაციონალური მოძრაობის, რომ ყველა ღირებული და ყველა ფასეულობა უნდა რაღაცნაირად გაათახსირონ და ესე იგი ჩირქი მოცხონ, იმიტომ რომ ასე იყო, როდესაც ესენი დაუპირისპირდნენ ვითომ კრიმინალურ სამყაროს და ძირითადად ესენი უპირისპირდებოდნენ ყველა ავტორიტეტებს. ეს იქნებოდა ეკლესია, ეს იქნებოდა მეცნიერება, ჩარეცხილებად გამოაცხადეს აკადემიკოსები, პროფესორები და ასე შემდეგ პედაგოგები, სულ ყველა ეს ამათი სტილი იყო ნაციონალური მოძრაობის და ასე ხდება და ასე გონიათ, რომ ეხლაც ასე გაგრძელდება და ასე აგრძელებენ. უბრალოდ ეს ასპარეზი, რასაც ქვია სახელმწიფო ტრიბუნა ამათ დაეკეტათ და ეხლა მოძებნეს მეორე ტრიბუნა, საიდანაც იგივე საკითხი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთი წუთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არა დავალთავრებ, რა თუ უბრალოდ ძალიან გზად რაც შეეხება 223 პრიმუხს, ეს არის მოფიქრებული სწორედ აი ამ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ მოახდინოს იმისი დისკრედიტაცია, რასაც ქვია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა და დღეს იმიტომ რომ ციხეში არა მხოლოდ ამ მოთხოვნით არიან პატიმრები, რომელსაც ჩვენ ვიძახით, რომ უნდა აღდგეს სამართლიანობა და შეიქმნას ხარვეზების დამდგენი კომისია, არამედ სხვადასხვა პრობლემები აქვს იქ პატიმრებს. ზოგი თხოვობს ავადმყოფოში გადაყვანას, იმიტომ რომ ძიმე ავადმყოფია, ზოგი ფიქრობს, რომ ამუხლით, რასაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, არასწორად არის დაპატიმრებული და უნდა დაიხვეწოს და ამათმა მონახეს ეს ნიშა, რომ როგორღაცა ესე იგი მომხდარიყო რეკოშეტით აი ამ თემის, ესე ვთქვათ, ამ თემის ჩირქის მოცხება და რაღაცნაირად
და მოიფიქრეს ის რომ ეს არის 223 მუხლის გაუქმება. რომელიც თვითონვე რო წაიკითხა, იქ ჩამონათვალში ძალიან კარგად წერია რომ არანაირი მოთხოვნა 223 მუხლის გაუქმებისა ამ აქციაზე არ იგეგმება. უბრალოდ ეს არის ის შავი პიარი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა დღეს ცდილობს იმ დრო. ამის უკან დგას მათი კონკრეტული საქმე. მე კიდევ მოგცემ სიტყვას გისმენთ. მინდა ხაბატონანას თქვენ მიბრძანდებით. კორექტ ეხლა ვეგახს მიბრძანდები. კორექტული ზვიად გობეჯიშვილი. არა, არ გიცნობ და საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის დირექტორი. არიბადებით უფლებადამცველად. თქვენ მე ხდებით. გამომდინარე თქვენი სოციალური სტატუსი და ასე შემდეგ ხდებით. მე მინდა გითხრათ, ნუ მაწყვეტი რა ძალიან გითხო, ნუ მაწყვეტი. მე გისმენთ ერთი წუთი რა. მე მინდა გითხრათ რომ მე მოვედი არა უკაცრავად გადაცემა მიმხავს მე მელო გადაცემა მიმხავს მე დამაცადეთ თუ შეიძლება ძალიან თუ შეიძლება რა მე მოვედი ბიზნესიდან იცი მე ბიზნესი დავტოვე გადმოვედი იმის გამო რომ მთელი ამ წლის განმავლობაში მე ტანჯვაში გავი ამიტომ ეგეთ რაღაცებს პირადად მე ვერ მივიღებ ერთი წუთი რა დამასრულებელი მაგრამ მე თქვენ გითხრათ მე ირაკლისა ჩემი გობე შევერთ იმის გამო რომ მეც მინდა სამართლიანად მე უამრავ რაღაცაში გიჭერთ ამაში ხარს მე მინდა გითხრათ რომ 223 პრიმა მოხლი როდესაც გავიდა სოციალურ ქსელებში მე ვთვლი ჩემი პოზიცია და ჩვენი პოზიცია რომ მოესინჯა კაბელი საზოგადოებას რა რეაქცია ექნებოდა აი სწორედ მე მქონდა უმწოვესი რეაქცია მასთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიცია დავაფიქსე და იცით რატო მე შვილები მიყვარს რაღაცა ვალდებულება მაქვს ამიტომ ის რაც არ შეიძლება გაკეთდეს და არ უნდა გაკეთდეს მე წინააღმდეგები რა შეეხება იმას რომ ერთი წუთი ერთი ვიყავით თქვენ ამაზე გამეცეთ პასუხი თორე 223 ჩვენ მოძრაობას რა კავშირი ქონდა ამაზე და ის გამეცით პასუხი თქვენ რა გზობები დაგება და გიკითხეთ თუ შეიძლება თქვენ გამეცით პასუხი თუ თქვენ არაფერში გეკითხებით რომ თქვენ მე და ნუ გამცეთ ჩემო კარგო პასუხს და მე საზოგადოებამ გასცეთ მე გამოდივარ საზოგადოების ასე თქვა სახელი და კიდე ერთხელ გიხსენეთ რომ იყო მოსინჯვა კბილის ამაზე გავაკეთე წვერი რეაქცია და ეს რეაქცია იქნება კიდევ უფრო მწოვე თუ ეს საკითხი დაიცვა ამიტომ კიდე ერთხელ მინდა თუ რაიმე პრობლემაა კანონს და კანონის იგივე შეიძლება საუბარი ვისაუბროთ და დაждენ ექსპერტები და ისაუბროთ რა შეიძლება ამ თარიღთან იმაზე რომ თქვენ გაბრალეთ მე პირადად გეუბნები და ჩემი ორგანიზაციის სახელი გონ თქვენ კონკრეტულად არავინ არ გაბრალეს და რა შეიძლება იმას დაბრალებას ნაციონალური და მოვიდა და ვიღაცა მოვიდა მოდი რა კიდე ერთხელ აი ეს არის ის რაზედაც ახლა ჩვენ საუბრობთ ტელევიზიაში ნუ დაუბრუნდები წარსულს იმის გამო რომ ვიღაცა წინა დროში პარლამენტში უწყავდა ერთმანეთს ამიტომ ჩვენ ახლა ანგარიშვალება დავიწყოთ იცეს ამ როგორ ჩიხში შეგიყვა ქვეყანას არც მე არ მოწოს რამოდენიმე დღე პარაფირება გავაკეთეთ ეს კარგი პარაფირება ოდნავ მოგიწევთ კონკრეტულ თემაზე ვილაპარაკოთ და პარაფირებას მე მე ერთი წუთით ძალიან გთხოვთ დავასრულოთ ხო გისმენთ მელურ ქალბატონი შემდეგ ბატონი ლაშა და მე გვექნება გოგაუნიანი ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა საინტერესო იყო წინა თემაც რომელზეც კომენტარის საშუალება არ მომეცა და მინდა არ მინდა რომ თემიდან ამოვარდეთ ჩვენ კარგით გავაგრძელებთ ვისაუბროთ ხალხო სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ამ თემაზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეგეძლებათ რაზეც წინა ბლოკში ჩვენი სტუმრები საუბრობდნენ რაც შეეხება აღნიშნულ მუხთან დაკავშირებით ამ მითქმა მოთქმას მე როგორც ვიცი არც იგეგმება და არც დაიგეგმება აღნიშნული მუხლის გაუქმება, ეხლა მუხლის განმარტება იურისტების საქმეა და მე პირადად როგორც საზოგადოების ერთ-ერთ წევრს და წარმომადგენელს მინდა ირაკლი შენ გიცნობ და გითხრა რომ ეს იყო ისე შეფუთული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან თითქოს და ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეს იქნება ქალბატონი ანა კაკაბაძე თუ სხვა ცდილობდა რაღაც ეს ამ მუხლის გაუქმებას რომ საქართველოში შემოსულიყვნენ ის დევნილი ქურდები თუ კრიმინალები ვისგანაც იმართებოდა აღნიშნული პროცესი მე ვფიქრობ ეს არასწორია ვინაიდან პირდაპირ ის არ იყო პირდაპირ ნათქვამი რომ ამ მუხლის გაუქმებას გეგმავდა ვიღაცა რა თქმა უნდა არის ჯგუფები რომელიც დღესაც ციხეში შიმშილობს და ეს ძალიან ცუდია ვინაიდან რა თქმა უნდა ის ჯგუფები იმართება კრიმინალებისგან მაგრამ როდესაც აპროტესტებ იმ ფაქტს რომ აგერ ბრალდებები გაისმა ქალბატონ ნანა კაკაბაძემ თქვა რომ რაღაც დანაშაულებებს ჩადიოდით ზოგადად თქვა
და შენ პირდაპირ განაცხადე, შენობით იმიტომ გასაუბრებელი, მეგობრულად ვიცნობ წლებია და უნივერსიტეტიდან მოვიდივართ. ოდიშ გიხდით, დამამთავრებინეთ? კი ბატონო. თქვენგან იყო განცხადება, ესეთი რომ ნეტა ვისგან ფინანსდება და იქ ორი ვისგან იმართება აღნიშნული კი, მაგრამ თქვენ არ გაგირკვევიათ ეს ვინმე ცდილობდა თუ არა ამ მუხლის გაუქმებას, ხომ? აგერ ქალბატონმა ნანამ გაგცათ პასუხი, რომ ითხოვს ხარვეზების კომისიის შექმნას, ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, აქ არ იყო კონკრეტულად მუხლზე საუბარი, მოიტანეთ ფოტომასალა, სადაც არ იყო. მე არც ქალბატონი ნანას ადვოკატად გამოდგები და არც თქვენი, უბრალოდ მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. რაც შეეხება ჩემას, ამ მუხლის გაუქმება მე ვფიქრობ ძალიან ცუდია, ეს ხელაღებით რომ გაუქმდეს, ვინაიდან უამრავი ადამიანი შეიძლება მართლა ის კრიმინალები შემოვიდნენ ქვეყანაში, რომელიც ამ მუხლის საფუძველზე გადაიხვეწნენ ქვეყნიდან და ორგანიზებული დანაშაული იქნება ეს რეკეტიორები იქნებიან თუ სხვა დაჯგუფებები. ვფიქრობ, რომ რაღაც ჩასწორებებს ალბათ საჭიროებს, ვინაიდან მოვისმინე იურისტების მხრიდან და იმ ადამიანების მხრიდან გამოთქმული აზრი, რომ რაღაც ჩასწორებებს საჭიროებს ეს მუხლი, მაგრამ წლების მანძილზე ვიმყოფებოდით ციხეში და ეს არ არის საზოგადოებისთვის ახალი და ეს მუხლი იყო გამოყენებული ძალიან ცუდად. ანუ ადამიანები თუნდაც რამოდენიმე ადამიანი, რომელიც მაკაცობდა, აი ესეთ ცუდად რო ვთქვათ, მეგობრობდა ერთმანეთთან, შეიძლება ამ მუხლის ქვეშ მოქცეულიყვნენ, ან თუნდაც რომელიმე ნათესავი კრიმინალი თუ ყავდათ, მასთან სატელეფონო საუბარი გამხდარიყო მიზეზი მისი დაპატიმრების და უამრავი ადამიანი იჯდა ამ მუხლით, არასწორად, ანუ საერთოდ არ ქონდათ შეხება კრიმინალურ სამყაროსთან, ნათესაური შეხება შეიძლება ქონოდათ. ანუ თვითონ არ იყვნენ, მაგრამ თვითონ არ იყვნენ, კი, ეს მუხლი არა, მუხლში უნდა მოხდეს რაღაც ცვლილება, ეს იურისტებმა განსაჯონ, მაგრამ წლების მანძილზე თუნდაც დავით საყვარელიძე, რომელიც ახლა გამოდიოდა და რაღაც თავისუფლებაზე საუბრობდა უკრაინის და საკუთარ ქვეყანაში ვერ აიტანა თავისუფლება და მინდა უთხრა, რომ ასავალ-დასავალი და ალია იყო ერთადერთი ჟურნალ-გაზეთი, რომელიც იგრძალებოდა ციხეშიც კი საკითხავად და იყო ტრიბუნა ადამიანების, რომ გამოეთქვათ თავისუფალი აზრი და დღესაც ცუდად მოიხსენიებს ოპოზიციაში მყოფი, მისი ბრძანებით უამრავი ადამიანი იყო გასამართლებული ამ მუხლით არასწორად. ხო, მაგრამ ეს გამოიწვევს თუ არ სამართლიანობის აღდგენა ზოგადად აუცილებელია და ხვალ როგორც ვიცი მე 13-ში ახალგაზრდების ჯგუფი რაღაც ნახევრად საზეიმო ვითარებაში რუსთაველზე ყოფილი პარლამენტის წინ იგივე მოთხოვნით გამოდიან, რომ 2014 წელი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენის წელი. ნუ ეს არ არის მილორ, თუ შეიძლება ცოტა მოკლედ. დიდი მადლობა. ვიდრე სტუდიაში განვაგრძობთ საუბარს და მოусმენთ გოგაონიანს გადაცემაში რეკლამის დროა. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდები და ისევ ამ თემებზე განვაგრძობთ საუბარს, რას ეძღმნება დაგეგმილი აქცია, რომელმაც გამოიწვია ასეთი კითხვები, თუნდაც იგივე თქვენს ორგანიზაციაში, ვის დაკვეთებს ასრულებენ. თუ სინამდვილეში ეს ეძღვება უბრალოდ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნას. რამდენიმე წუთში ვართ ეთერში. ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გადაცემას საუბრით გოგაონიანთან, ადვოკატი გოგაონიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. რეკლამის დროს მე ვცდილობდი რომ გამერკვია, რას უკავშირდება მოთხოვნა 223 მუხლის გადახედვასთან დაკავშირებით. ქალბატონი ნანა მეუბნებოდა, რომ ეს არის რეალურად პოლიტიკური მუხლი, რომელიც არის გადასახედი. ყველა შემთხვევაში რა სიტყვით გისმენთ, გიორგი? მოგესალმებით ქალბატონო ინგა, მივესალმებით თქვენ სტუმრებს, მივესალმებით მაყურებელს. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ 223 მუხლი ხშირ შემთხვევაში იქნა არასწორად გამოყენებული და ამის გამო მუხლი უნდა გადაიხედოს. ეს ჩემის აზრით არ არის სწორი, მუხლში არ არის პრობლემა, თუ ამ მუხლს ვინმე კონკრეტული გამომძიებელი ან კონკრეტული პროკურორი იყენებს არასწორად, ამის გამო მუხლს არ უნდა ვეცეთ და არ უნდა დავიწყოთ ამ მუხლზე აპელირება, თითქოს და ეს მუხლი არის ცუდი. ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე, რომ მტკიცებულების სტანდარტი უნდა
ამაღლდეს და უფრო მეტი მტკიცებულება უნდა იქნეს საჭიროდ იმისათვის, რომ ადამიანს დაუმტკიცდეს ქურდული სამყაროს წევრობა ან კანონიერი ქურდობა. მაგრამ კონკრეტული მუხლის შეცვალის საუბარი ჩემის აზრით არის ძალიან დიდი საშიშროების შემცველი. ძალიან ბევრ თქვენს სტუმარს სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით ვეთანხმები, რომ ეს არის ერთადერთი ძალიან ძლავრი ბერკეტი იმისა, რომ არ დავბრუნდეთ 2003 წლამდე რაც ხდებოდა საქართველოში იმ პერიოდში და 2004-2005 წელს ძალიან დიდი ფასი დაუჯდა ქვეყანას ის რომ მისულიყო იქამდე სადაც დღეს მივედით ანუ კრიმინოგენული სიტუაცია გამხდარიყო ბევრად უკეთესი ვიდრე იყო მანამდე და ამას ახდა რა თქმა უნდა უამრავი შეცდომა და უამრავი პრობლემა დღეს რომ იგივე წრეზე ხო ძალიან ბევრი ადამიანი იქნა ხო გასამართლებული ეს კითხვაც ლეგიტიმურია მე მახსენდება ეხა ბატონო გიორგი იგივე გიორგი დემეტრაძის შემთხვევა რომელიც ზუსტად აი ამ მუხლით მე ვიყავი ერთ-ერთი ვინც ხელი მოვაწერე როდესაც მის ციხიდან გამოშვებაზე იყო თავდები იცნობდით საქმის მასალებს ქალბატონო ინგა როცა ხელი მოვაწერეთ? რა საკვირველია ვიცნობდი მე არ ვარ იურისტი და არ ვაპირებ რომ ეხა თქვენთან ვიდაო ამაზე სამართლებრივი საკითხების შესახებ მე თქვენთან დებატს არ ვაპირებ მე კითხვას გისვამთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გიორგი დემეტრაძე უბრალოდ ეხა გამახსენდა ერთ-ერთი ფაქტი იყო მე გეტყვით კონკრეტულ მეც არ ვიცნობ ამ საქმის მასალებს ამიტომ კონკრეტულ საქმეზე ვერ გესაუბრებ და როცა ვიძახი რომ მტკიცებულებითი სტანდარტი უნდა იყოს მაღალი და უნდა ამაღლდეს სწორედ ამაზე არის საუბარი. აქ მუხლში არ არის არანაირი პრობლემა ქალბატონო ინგა. არის მტკიცებულებებზე. თუ კი მტკიცებულებები მოიპოვება რომ ადამიანი არის ქურდული სამყაროს წევრი ან კანონიერი ქურდი, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს პიროვნება, ცნობილი პიროვნება, უცნობი პიროვნება თუ ვის ეხება კანონი. კანონი ეხება ყველას, ვინც მოიაზრება კანონიერ ქურდად ან ქურდული სამყაროს წევრად. უბრალოდ მტკიცებულებითი სტანდარტზე შეგვიძლია ვიდაო და შეგვიძლია ვთქვათ რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს და მხოლოდ ამას უნდა ეფუძნებოდეს განაჩენი. და როგორ უნდა იქნას ეს მტკიცებულებები მოპოვებული, ანუ რომ დაუმტკიცდეს კონკრეტულ პირს, რომ ის არის ნამდვილად ქურდული სამყაროს წარმომადგენელი, ამაზე შემდეგ სტუდიაში ძალიან ბევრი ესეთი მტკიცებულება შეიძლება იქნას მოპოვებული სურვილის შემთხვევაში, თუ ადამიანი რეალურად არის ქურდული სამყაროს წევრი, ან კანონიერი ქურდი, ეს ადამიანი ვერ იცხოვრებს ისე ქალბატონო ინგა, როგორც ცხოვრობ თქვენ და როგორც ცხოვრობ მე. მას აქვს თავის ვალდებულებები, ეს ადამიანი უნდა კრიბავდეს ოფშიაქს, უნდა არჩევდეს საქმეებს, უნდა ღებულობდეს ქურდულ ეგრეთ წოდებულ სხდნიაკებში მონაწილეობას და სწორედ აქედან გამომდინარეობს ადამიანის ქურდული სამყაროს წევრობა. ის რომ უბრალოდ ადამიანმა იძახოს რომ არის ქურდული სამყაროს წევრი, ან თუნდაც კანონიერი ქურდი, ეს არანაირად არ უნდა ახდენდეს მის სტატუსზე გავლენას. თუ იგი ანხორციელებს იმ ქმედებებს, რომელიც დამახასიათებელია კრიმინალური სამყაროსთვის, რომელიც საშიშია საზოგადოებისთვის, სწორედ ეს უნდა გახდეს ადამიანისთვის ბრალის საყენების საფუძველი და შემდგომში განაჩენის საფუძველიც. უკაცრავად ბატონო გიორგი, თქვენ ხედავთ დღეს რეალურად საფრთხეს, იმ საფრთხეს რაზეც საუბრობს ყოფილი ხელისუფლება. დაუშვათ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ლიბერალურ მიდგომებს გულისხმობ. ანუ სიტუაცია კეთდება ხოლმე ხშირად პოლიტიკური განცხადებები, რომ სიტუაცია დღეს არის შეცვლილი, დაუშვათ იგივე ციხეებში, სადაც კრიმინალური ავტორიტეტების პოზიციების გაძლიერებაზე არის მუდმივად ბრალდებები ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. მე ვიცნობ ძალიან ბევრ პოლიციელს, ზუსტად ვიცი რამ ხელშრომასთან არის დაკავშირებული ის მომენტი, რომ არ გაიქცეს კრიმინოგენული ვითარება და ისევ არ მოგვიწიოს იმ წლებში დაბრუნება, რომელიც წლებში ჩვენ ვიყავით, ეს მუხლი ძალიან ეხმარება პოლიციელებს სწორედ ამ საქმეში და ის რომ ციხეებში ნამდვილად არის გარკვეული პრობლემები, ამას მე მგონი მარტო მე არ ვსაუბრობ, ის რომ უსაფრთხოების უფროსი არის დაკავებული სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მიერ საჯლახსოვრების დეპარტამენტის და მას ედავებიან იმას, რომ კანონიერ ქურდად სკაიპით მოინათლა პიროვნება ციხეში, ეს ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ საჯლახსოვრებაში ნამდვილად არის პრობლემები, მაგრამ ასევე დიდი მადლობა უნდა უთხრათ ყველა იმ რიგით პოლიციელს, ვისი მეშვეობითაც და ვისი ძალიან დიდი შრომის ფასადაც საზოგადოება ვერ გრძნობს გარეთ ქუჩაში ჯერ კიდევ ამ პრობლემას. თუ კი ჩვენ მოვხსნით ამ მუხლს, თუ ამ ბერკეტს არ დაუტოვებთ პოლიციას, დამერწმუნეთ, ჩვენ გვექნება ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ დავბრუნდეთ იმ წლებში, რომელ წლებშიც ვიყავით და ეს წლები ყველას კარგად და რითი განსხვავდება ეს მუხლი დაუშვათ რა კონკრეტიკა არის ამ მუხლში ისეთი რაც არ არის სხვაგან, ანუ რითი უმტკიცებთ თქვენ ადამიანს, ეს მინდა რომ განმარტოთ. მე არ ჩათვალოს ვინმემ რომ მე არ მომხრე ვარ და ან მოწინააღმდეგე, სრულიად ნეიტრალური პოზიციიდან სვავ კითხვას, თუმცა კრიმინალთა ბრძოლაში აბსოლუტურად მხარს დაუჭერ ნებისმიერ ხელისუფლებას. ეხლავე აი აგიხსნით, მაშინ ეს რო უფრო ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის, შეგვიძლია კონკრეტული კაზუსი მოვიტანოთ, როდესაც ადამიანი
თქვათ სკოლაში აგროვებს ეგრეთ წოდებულ ოფშიაკს და შემდგომ ეს ოფშიაკი ჩააქვს ან ციხეზე ან წაგებული ეგრეთ წოდებული კანონიერი ავტორიტეტისთვის მიაკ რათა მან ჩააბაროს და ჭყალებში არ გაფუჭდეს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი დეფინიცია ამ მუხლის, აი რითიც შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტული პირის ქურდული სამყაროს წევრობაზე. არის სხვა ქმედებები, რომელიც ასევე შეიცავს ქურდული სამყაროს წევრობას, მაგალითად, როდესაც იბარებს კონკრეტულ პიროვნებებს და მათ ურჩევს საქმეს ამ თუ იმ კანონიერი ქურდის სახელით, რომ თითქოს და მას აქვს ამის ლეგიტიმური უფლება, რა თქმა უნდა, მათი კანონებით. აი ეს არის სწორედ, რაც ხდებოდა 2003 წლამდე ძალიან ხშირად და რაც აღარასოდეს აღარ უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და ეს აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი. დიდი მადლობა. ეს იყო გიორგი ონიანი, მე ისევ სტუდიაში გადმოდივარ, მას წარმატებას უსურვებ. ქალბატონო ლალი, განაგრძეთ თემა. ანუ ქალბატონი ნანა რეკლამის დროს საუბრობდა პირდაპირ ეთერში მომეჩვენა რომ თითქოს უფრო ნაკლებად აკონკრეტებდით და რეკლამის დროს თქვენ ამბობდით იმას რომ ხო ეს მუხლი არ ვარგა ეს 223 იმიტომ რომ ეს არისო პოლიტიკური მუხლი რა სიტყვით თქვენ დიახ, ვეთანხმები ქალბატონ ნანას ინგა და მე გეტყვით რატომაც ვეთანხმები. მე ვარ მოქმედი იურისტი და ყოველდღიური შეხება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ პირველ რიგში მე მინდა განცხადებასავით გავაკეთო, რომ სრულიად შემთხვევით მოხდი მე მგონი მე ამ სიტუაციაში ახალგაზრდა იურისტი, მაგისტრი, უკაცრავად სახელი ვერ დავიმახსოვრე. ბატონი ირაკლი ბრავს დებს პირდაპირ ქალბატონ ნანას რომ თქვენ ამ მუხლის გაუქმებას ითხოვთ და ვინც ამ მუხლს გააუქმებს, მე იმის სასტიკი წინააღმდეგი ვიქნები. არა, ქალბატონმა ნანამ. რომ ეს არისო პოლიტიკური მოსაზრება გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხო აქ ყველანი იმიტომ საუბრობთ, რომ თქვენი მოსაზრებები და პოზიციები გასაგებია, გისმენთ. და იცით რა, რომ თქონდეს მოთხოვნა ისეთი კატეგორიული იყო ბატონი ირაკლი, რომ თითქოს ქალბატონი ნანას ერთ გამოსვლაზე და ხის ხეზე მიკრულ განცხადების საფუძველზე გაუქმდება ეს მუხლი. ეს ქალბატონმა ნანამ თქვენ თუ არ იცით ბატონო ირაკლი, ეს ქალბატონმა ნანამ მე მგონი ძალიან კარგად იცის თავისი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ ასეთი წარწერით, ფურცელზე ასეთი წარწერით ეს მუხლი არ გაუქმდება. დიდი მადლობა. ხო, ყოველ შემთხვევისთვის, ხო, მეორეც მინდა ისიც თქვა, რომ ყოველ შემთხვევაში ამ აქციებთან მე ნამდვილად დამეთანხმება ნანა, რომ არც ორგანიზატორი ვარ ამ აქციების, ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენას მხარს უჭერს, რა თქმა უნდა. აქციები გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად ეს მუხლი არის დისკრიმინაციული. შეიძლება. საათნახევარია მე მგონი ზივა და მარტო ვისმენ და ხო შეიძლება. არის ქალბატონო ინგა. მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე, როდესაც თქვენნაირი ადამიანები ამბობენ ამას, რომ აი საათნახევარია ვზივარ. სხეთხართ იმიტომ, რომ კონკრეტულ თემას განვიხილავ და ხო არა, მე ვამბობ, არა, ვიჯდები 5 საათი და 10 საათი, უბრალოდ საუბრის საშუალება. თქვენი თემაა ეს. საუბრის საშუალება მომეცით. ქალბატონო ინგა, ჯერ კიდე 2006 წელს, მაშინ როდესაც ეს კანონი შედიოდა ძალაში, მე სპეციალურად წამოვიღე ერთი დოკუმენტი, ბატონებსაც გადავეცი. კანონ პროექტი როდესაც შევიდა პარლამენტში, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ძალიან ისეთი მსუბუქი დასკვნა გააკეთეს ამ მუხლთან დაკავშირებით, ამ მუხლის ხარვეზებთან დაკავშირებით და მიუღებლობასთან დაკავშირებით და გაუგზავნეს ბატონ ბეჟაშვილს. ისეთ ცნობისათვის თქვენს გადმოგცემთ და დეტალურად განიხილეს, რომ ასეთი ფორმით ამ კანონის მიღება არის დაუშვებელი. ვფიქრობ, ახლა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები არ არიან ისე ხელწამოსაკრავი ხალხი. კი, არ არიან ისე ხელწამოსაკრავი ადამიანები. აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ ამ მუხლთან დაკავშირებით სერიოზულად იმუშავა ბატონმა ოთარმაც, მათ შორის იურისტებმაც ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ. ჩვენ არაფერს რეკლამას არ უწევთ, მაგრამ იმის გამო, რომ აი ესა თუ ის ადამიანს, ამა თუ იმ ადამიანს ვიღაც უწოდებს კანონიერ ქურდს, ამის გამო ადამიანი არ უნდა დაისაჯოს. ადამიანი უნდა დაისაჯოს კონკრეტული დანაშაულისათვის. რა გვაქვს ჩვენ ამ მუხლის დისპოზიციაში, ხო? ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ. გვაქვს, ანუ არასრულწლოვანი დანაშაულში ჩაბმა, რეკეტი, თქვა, გამოძალვა, მუქარა, დაშინება. ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში ეს ცალ-ცალკე ხომ გვაქვს ეს მუხლები, ისედაც. ანუ რა გამოდის? ანუ რა გამოდის? ორმაგად უნდა იყოს ჩადებული, რა გამოდის? კი ბატონო, ლაშას მივცემ სიტყვას და ირაკლის შემდეგ დიდი დოზით ასევე თქვენ თუ შეიძლება. და გარდა ამისა, მე ერთი კითხვა მაქვს, ბატონო ირაკლი, თქვენ როგორც მაგისტრს, როგორ გესმით? გვაქვს ჩვენ ისევე ანალოგიურ მუხლში ჩადებული, რომ ემორჩილება ქურდულ წესებს. მე ვარ სამართალ გამომყენებელი. მე მინდა ეს წესები წავიკითხო.
ნახო ეს წესები, ქურდული წესები, მოსამართლე როგორ უიჯის, რას ეხება სამართალ გამოყენებელი და მე მინდა ვიცოდე ამ წესებში რა წერია, რას ემორჩილება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მე მინდა ეს წესები. ალბათ მოსამართლესაც ჭირდება რა არის ეს წესები. იქნებ ისეთი ცუდი რამ წერია, რომ მე აღარ გამიჩნდეს სურვილი. ამიტომ ჰაერზე ემორჩილება წესებს, აბსტრაქტული ცნება, ქურდული სამყარო. მაინც მიგაჩნიათ რომ ეს წესები, ეს მუხლი, ქურდული სამყაროს მიმდევრობა და ასე შემდეგ, ეს მუხლი მთლიანად უნდა იყოს გადახედი. ხალბატონო ინგა, სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს ჩვენ ორგანიზებული დანაშაული, რომელშიც აი დეტალურად არის სხვათაშორის მინდა გითხრათ ბატონი პროკურორი, რომელიც ეხლა ჩემს გვარს რატომღაც ახსენებდა და მე ამ სტუდიიდან ისე ეთერში გაიპარა და არ ვიმედოვნებ რომ კარგი კონტექსტით არ აღმერთვა დაიმფაროს, კარგად მახსენოს მე ბატონმა ყოფილმა პროკურორმა, კრიმინალები არ უნდა მე არ ვამბობ იმ სიტყვებს რაც დეპუტატებმა გამოიყენეს, კრიმინალი საყვარელიძე არ უნდა საუბრობდეს ესეთი ტონით მაღალი სტუდიიდან. მე ეს შეგვიძლია გითხრათ. ლაშა გიორგაძე, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს. თემა, რომელზეც ასე ვთქვათ, მე მოვედი, შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. უნდა ამოვიღოთ თუ არა შემდეგი მუხლი. არ უნდა ამოვიღოთ, მაგრამ შესწორება შეიძლება დაექვემდებაროს. ეს სალსახა. როდესაც მართლაც ეს კანონი იქნებოდა, მე მაშინ უფრო პატარა ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ. ძალიან მე მაშინ იურიდიულზე ჩაბარებას ვფიქრობდი, საკითხი ჩემთვის ესე დადგა. რას ნიშნავს ეს, როგორ უნდა შეაფასოს მოსამართლემ, ვინ არის ქურდული სამყაროს წევრი? არგუმენტი ძლიერია, მართლაც რთულია მოსამართლისთვის, როდესაც მიდის პოზიციათა შეჯერება სასამართლო დარბაზში. ერთი ამბობს რომ არ არის ეს სასამართლო ქურდი, მეორე ამბობს რომ ბრალმდებელი არის. როგორ უნდა გამოარკვიოს ამ დროს მოსამართლე? ამისთვის არსებობს სხვადასხვა მტკიცებულებები, რომლებზეც საუბრობდა ბატონი გеорგი ონიანი, სხვადასხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის დიდი სტანდარტი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ ეს ვამტკიცოთ. ანუ მე იმისკენ მიმყავს ეს ჩემი საუბარი, რომ ორგანიზებული დანაშაული და შემდგომ უკვე, აი მაგალითად დღეს რომ მე ვთქვა, რომ კანონიერ ქურდი ვარ. მე ხო დღეს ავერავინ დამაკავებს. ამისი მტკიცებულებები არ არის, ხო? ვერც ამ მუხლის დღევანდელი მიღებული მუხლითაც ვერავინ ვერ დამაკავებს, რომ მე თუნდაც მოსამართლეს უთხრა, რომ ქურდი ვარ. მაგრამ მე რომ ვთქვა დღეს რომ მე ვარ უკაცრავად მე რომ დღეს თქვა რომ მე ვარ ქურდული წესების მიმდევარი, ამის გამო დამაკავებე? ვერ დაგაკავებე. ანუ ამ მუხლის მიხედვით, რომლის გადახედვაზეც არის ეხლა აქ საუბარი. ეხლა უბრალოდ განმარტა ვრისი თქმა მინდოდა მე. როდესაც მე ვამბობ ქურდი ვარ, კანონიერ ქურდი ვარ, მე თუ ანუ ბრალდებას თუ არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მე ეს დამიდასტუროს, ხო? მოსამართლეს გაეღიმება და მე აუცილებლად გამათავისუფლებ ნორმალურ სასამართლო მართლმსაჯულების პირობებში. მე ამას სალსახად ხაზს გავუსმენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს და ის მტკიცებულებები, რომლებიც არის აქ ჩაწერილი. მაგალითად, ესეთი არის ადამიანი, რომელიც საქმეს არჩევს ბრწყალებში. აი მაგალითად მე ჩემს ორ მეგობართან ერთად რაღაცა საქმე გვაქვს და უბრალოდ ვერ გავერკვიეთ და ერთმანეთში ვსაუბრობთ. ამას შეიძლება უწოდოთ საქმის გარჩევა, ეს ხომ აბსურდია, ხო? ამაზე შეიძლება საგამოძიებო ორგანოებმა დამაბრალონ მე რომ საქმეს ვარჩევდი. ანუ ეს ყველაფერი ის სიტყვები და ის ტერმინები, რომლებიც არის ჩადებული ამ კანონში, უნდა იყოს კარგად განმარტებული. უნდა ვიცოდეთ ყველა იურისტმა, მოსამართლემ, ადვოკატმა თუ რას ნიშნავს, რას ვიცავთ, როგორ ვიცავთ და რის გამო ვასამართლებთ კონკრეტულ ადამიანს. კი ბატონო, ირაკლის სურს რაღაცის თქმა გისმენთ. საქმის გარჩევა კანონის მიერ დეფინირებული არ არის და მაგაში ვერ დაგეთანხმებით დანარჩენში რა თქმა უნდა ვიზეროთ თქვენ მოსაზრებას. ქალბატონო, ქალბატონებო. მე მინდა გითხრათ, ნუ თავიდან მე ხა მომეც საშუალება პასუხი გაგცეთ და აღარ შეგაწყვეტინებ, ჩემი საქმიანობა სადგავაგზელებ საქმიანობა ეს არის აბსოლუტურად ჩემი გადასაწყვეტი, მე მიხარია ჩემს თითოეულ ინიციატივას, ჩემს გვერდით დგას სულთა ადამიანები, რომლებიც ადარიან მოკლენ ბოლომდე და დაიცვა თითოეული საზოგადოებრივი ინიციატივა. ამას ვაკეთებ მე, საქმის კუთხით ვბრძანდებოდი, დაცი გავაგზელებ, ანუ არანაირი ზეგავლენა, არანაირი დაკვეთებზე არ არის საუბარი. ველორმა გამცა პასუხი არსებული ინიციატივას იცავ. არა, ერთი წამი, თუ შეიძლება, ახლა ქალბატონო, ახლა მე ვისაუბრებ, თუ შეიძლება. ველორმა გამცა მე პასუხი, რომ ქალბატონი ნანა კაკაბაძე არ ითხოვს ამ მუხლის გაუქმებას. მე მაინც მინდა ვკითხო. რადგან საზოგადოებაში მართლა ძალიან სიღრმისეულად და მყარად მუსირებს აზრი, რომ ეს არის დაკვეთა, ეს არის კრიმინალების ისევ ჩაბგაუჭება ჩვენს ქვეყანაზე
და მე მინდა უთხრა კრიმინალებს თქვენ ეთერის საშუალებით. მე არავის არ მევაყენებ შევრათოს ვინმე გადაეცით მეთქი გითხრათ, მაგრამ მე ვგეტყვით თქვენ, საქართველოს აღარ დაუბრუნდება კრიმინალს და ჩვენი არჩევანი სხვა ღირებულებებია. ხალხთან არა, თუ შეიძლება გამიმართ, თუ შეიძლება მითხარით, ან კი ან არა, უნდა გაუგთეს თუ არა აღნიშნული მოხდა და გავაგზავნებთ თუ შეიძლება მე კიდევ. ანუ თქვენ ეჭვი გეპარებათ რომ ნანა კაკაბაძე კრიმინალების იმიტომ რომ მელომა გამცა პასუხი და ხალხთან ანას გამიდა პასუხი ხალხთან ანა უჭერთ ხარს თუ არა. თქვენ ახლა როგორ ფიქრობთ, დაკითხვაზე ვარ მე თქვენ კითხვებს გავცე პასუხი. არა, მე იმისთვის არ მოსულა რომ თქვენს კიდე გიმეორებთ ამ ბინძურ წერილს პასუხი გავცე. მე აქ მოვედი იმისათვის რომ განვმარტო და საზოგადოებას გავაგებინო 15 დეკემბერს პირველ საათზე ყოფილი პარლამენტის შენობის წინ. რა სახის აქცია იმართება? რა იქნება ჩვენი მოთხოვნები? ჩვენი მოთხოვნები არის სამართლიანობის აღდგენა. ჩვენი მოთხოვნები არის რომ ხელისუფლებამ შეასრულოს ის დანაპირები რომელიც ჰქონდა წინასაარჩევნოს, რომ უნდა შეიქმნეს, გინდა კომისია შეიქმნეს, გინდა რაც გინდა დაარქვას, გინდა ეს ჭიქა დაარქვას, მაგრამ უნდა გადაიხედოს ყველა ის საქმეები, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო მიღებული და რომელ ადამიანებსაც აქვთ განცდა, რომ მათი განაჩენები იყო უკანონო. იმიტომ რომ უკვე პარლამენტმა დადო დოკუმენტი, რომ ქვეყანაში იყო პოლიტიზირებული სასამართლო და აკეთებდა პოლიტიკურ დაკვეთებს, იმიტომ რომ წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში არ იყო სამართლიანი სასამართლო და ხალხი ექვემდებარებოდა უსამართლო გადაწყვეტილებებს. ეს არის ჩვენი მოთხოვნები. თუ ამას არ შეასრულებს ხელისუფლება, რომელმაც განაპირები მიცა ქართულ ხალხს სამართლიანობის აღდგენაზე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ მაშინ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მოვიდეს ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება, რომელიც აღადგენს სამართლიანობას. კი ბატონო. ეს არის ჩვენი 15 დეკემბრის პირველ საათზე გამართული აქცია. კარგით. მაგრამ მე დაგისვათ მაშინ შეკითხვას, რადგან ეს თემა არის ჩვენი დღევანდელი დისკუსიის მთავარი თემა და აი მართლა მოკლედ მიპასუხეთ თუ არ გსურთ დაუშვათ უპასუხოთ თქვენს ოპონენტს. უნდა გაუქმდეს ეს მუხლი თუ არა? აი პირდაპირ მითხარით მოკლედ. ახლა ჩემი კითხვა ბინძურია, მას კი ბატონო, მე დაგისვათ, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი გადაცემის დღევანდელი მე დავიწყებ იქიდან რომ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა გარკვეული ჯგუფის პატიმრებისა, რომელსაც ამან პრობლემა შეუქმნა. მე ვფიქრობ, რომ ეს მუხლი აუცილებლად უნდა დაიხვეწოს. მაშინ არ არის კონკრეტიკა, რომელიც უნდა იყოს, იმიტომ რომ აი აქ ახალგაზრდა უფლებადამცველმა თქვა და ძალიან მივესალმები, რომ კარგად არის გარკვეული. მუხლი, რომელიც არ აკონკრეტებს, რა სახის დანაშაულისთვის შეიძლება პირი წარდგეს. ანუ უნდა გადაიხედოს, მაგრამ არ უნდა გაუქმდეს. მე უნდა ვიცოდე რა მეკრძალება, რომ ის არ ჩავიდინო. ანუ უნდა გადაიხედოს, მაგრამ არ უნდა გაუქმდეს. არ უნდა გაუქმდეს, იმიტომ კი არა, რომ ეს რამეს ვთქვათ, ამას უკვე ისეთი პიარი მოყვა, რომ დღეს ამისი თქმა, რომ ეს რო გაუქმდეს, პიარი რაშვაშია, კრიმინალურ ავტორიტეტებზე არის აქ საუბარი მენტალიტეტზე. ჩვენ მოდით რა იტალიის მაგალითზე ვთქვათ, როდესაც იტალიაში შემოვიდა ეს მუხლი, მსგავსი მუხლი. ესე იგი მაფია, ეს რა რითი იყო განსხვავებული კანონმდებლობიდან, რომ იქ ეწერა დანაშაული, რომელიც იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი. არა კერძო პირის, არამედ სახელმწიფოს. ამას აზრი ქონდა. ამაში ამ აზრს ვერ ხედავ, მაგრამ კი ბატონო იყოს ეს მუხლი, მაგრამ იქ უნდა იყოს კონკრეტიკა, რომ დღეს ის ქალბატონი, რომელიც ციხეში ზის და სასჯელს იხდის, იცით ეს გამო, რომ მან თავის შვილს და სხვა კამერის საკნის წევრებს ის რა ქვია, შეკრიბა მე პირველად მიჭირს ჩემს სტუმრებთან ურთიერთობა, აღმოვაჩინე, რომ თქვენ ცდილობთ, რომ გააკონტროლოთ ჩემი გადაცემა. მე მიმყავს ეს გადაცემა, თუ შეიძლება. და აკრიფა ფული თავის საკნის მაშინ რა ქვია, ოჯახის წევრებში, რომ ეყიდა ვენტილატორი თუ რაც ქვია, გამაგრილებელი ზაფხულში რომ შეეტანდა. ჩაუთვალეს, რომ ეს იყო ოფშიაკეთ შეკრებილი თანხა, ვინაიდან კრიმინალების აი მაგაზემაც ეს რა ქვია, ციხის პატიმრების მიერ იყო შეგროვილი. და დღეს არის პატიმარი. ზუსტად ორი კითხვით შემოვიფარგლები და დღეს მე ვასრულებ საუბარს. რამდენად ბინძურია ამას საზოგადოება უკვე განსაზღვრავს და ისაუბრებს ამაზე. კანონიერი ქურდობა ისჯება კონკრეტული თავისუფლების ვადის საკვეთით. რას ხედავთ აქ ხარვეს? მეორე პუნქტი. რა არის კანონიერი ქურდობა? შეიძლება განვიმარტოთ. რა არის? ქურდობა არის სწორედ ამ კრიმინალური საქმიანობის ჩამდენი ადამიანებს შორის ლიდერობა.
ეს არის კანონი. კრიმინალური საქმის ჩამდენი ადამიანი არ უნდა იჯებოდეს. არა, მაერთეთოთ გამაგებია კრიმინალური საქმიანობის ჩადენა არ უნდა იჯებოდეს, დაჯადი არ არის. გასაგებია, აბა განსხვავებულს რა ვისახოთ? არა, მე ვერ გავიგე. კრიმინალის ჩადენა, მე გისვავთ კითხვას, კრიმინალის ჩადენა იჯება თუ არა, დაჯადია თუ არა. გაჩნია კრიმინალი რა კუთხით არის? კრიმინალი არის კანონს აწინააღმდეგო კრიმინალი რა არის? ერთერთობით გაუპატიურება არის. კრიმინალი რა არის? ყოლელობა არის ძალიან კრიმინალი კონტროლები ხალბატონო ბაბატი კრიმინალი რა არის? მოდიში მე არ მაქვს კრიმინალი არის ანტისახელმწიფოებრივი ანტისახელმწიფოებრივი და კანონდარღვევით საქმიანობა ხო ქმედება ანუ მოქმედობით გამოწვეული ეს არის დანაშაული ქმედება ანუ მოქმედებით მეგეუბნები კრიმინალი რა არის მეთქი კრიმინალი რა ვერ გაგეცით პასუხი კრიმინალობა კრიმინალი კანონიერი ქურდობა დანაშაული ანუ კანონით აკრძალული ქმედების ჩადენა არის კრიმინალი ხო კანონით აკრძალული ქმედება ეხლა მე გეკითხებით კანონით აკრძალული ქმედების ჩადენა არის თუ არა დასჯადი კანონითვე სხვა რამეს და რა შემოგისმენთ მე სხვა რამეს დამატებითი რეგულაცია ამუხმარა შემოიტანა კარგი თუ კანონიერი ქურდობა მე რომ ვიყო კანონიერი მე რომ აი მე ვიგოთ ადამიანი არის თუ არა კანონიერი ქურდი ხომ შეიძლება ადამიანმა თქვას რომ ეს არის კანონიერი ქურდი ეს არის რამე ვარსკვლავები ამოზდის ამ ადამიანს თავისი ფრენას კანონიერი ქურდი მე ყველა კანონიერი ქურდის წინააღმდეგი ვარ და მათი ადგილი არის ციხეში და ყველა კრიმინალის და წლების მანძილზე ვიყავი ციხეში და კრიმინალები ცდილობდნენ ზეგავლენა მოეხდინათ პოლიტპატიმრებზე ადმინისტრაციის დავალებით და თქვენ ნამდვილად შენ არ გეუბნები იმიტომ რომ მაინც წამს რომ არ ხარ სულით ნაციონალი და წლებია გიცნობდა ერთად ვსწავლობდით უნივერსიტეტში და ვიცი რა კარგი პიროვნებაც ხარ მაგრამ წლების მანძილზე ნაციონალი არ შეიძლება ხო აი არიან ადამიანები ნუ ეხლაც გამოდის ონიანი და ადამიანი რომელიც 15 ივნის ჩაქუჩით მარბევდა მე და ჩემ მეგობრებს დღეს კანონებზე საუბრობს და უფლება დამცველია და უამრავი თუთბერიძე ცინის მე გოგი ჩაიჩულას ჩემ მეგობრებს რატომ არიან უფლება დამცველები რაღაცა მეკითხო წლების მანძილზე მე კონკრეტულად შეიტყვე მართული ქურდები სახელებს და გვარებს არ დავასახელებ ყავდათ სასათბურე პირობებში ის ნიშნავდა ადმინისტრაციის მიერ დანიშნულ პატიმრებს მაყურებლებად და ისინი საჩივრების წერას უგრძალავდნენ წლების მანძილზე პატიმრებს და აგერ ქალბატონი ლალი, ქალბატონი ნანა შემოდიოდნენ ჩემთან ციხეში და ფარულად ვატანდით ხოლმე რომ არ გადაეკიდებინა ჯგუფი კრიმინალების არ გადაკიდებოდა და უამრავ რეპრესიას გაუძელით არა მარტო ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ მათი მართული პატიმრების მხრიდან და მაყურებლის ინსტიტუტი ზენიტში აიყვანეს ზუსტად ნაციონალურმა მოძრაობამ და დღეს რომ მიდის ის შიმშილობები და იძახიან რომ ეს იმართება აქედან იქიდან მე მინდა გითხრა რომ უამრავი კრიტში მყოფი ადამიანი და თუნდაც ის ვითომ მაყურებლები ზუსტად რომ ნაციონალების დღეს იყვნენ მაყურებლები და ზუსტად ისინი ცდილობენ ისევ გავლენის დაბრუნებას და ინტრიგნობით და მაიმუნობით შიმშილობით ცდილობენ გავლენა მოახდინოს უკაცრავად ეს მუხრით მე ვერ გავიგეთ არ არის რა არის კანონიერი შეიძლება ადამიანს უთხრა არა მე ვარ მოსამართლე და არის მართლა ძალიან მე ვარ მოსამართლე ამასაც რიგენო გადაშენის გამოტანის დროს ვერ მომთავრებ ჩემს კანონიკაც შეიძლება კი ბატონო დაგასრულებინებთ მას შემდეგ რაც სიტყვის ახალტერებიზის სულით ანაციონალი კი ბატონო მე მინდა რეპლიკა გავაკეთო ჩვენი უკაცრავად მე თუ არ მოусმენთ ერთმანეთს გადაცემაში იქნება უბრალოდ ხაპანი და მაყურებელი ვერ გაიგებს რაზე იმის თაობაზე რომ მე განმარტება მინდა ცოტა ისეთი გავაკეთო რომ სამი მეგობარი შევიკრიბეთ და საუბრობთ თუ შეიძლება იცით როგორ არის ამას აქვს თავისი პროცედურა ეს არის ოპერატიული ინფორმაცია ასე შემდეგ ასე ეს თელი ჯაჭვეთო სამი მეგობარი ყოველდღე შეიძლება შეიკრიბოს და ისაუბროს ვიკამათოთ ყველაფერზე ამიტომ ეს ასე ნუ გავაუბრალოთ ამ კანონს ეს ცოტა ისეთი კანონია ერთი კონკრეტული ნუ გავაუბრალოთ ამიტომ მოდი ესე გავაკეთოთ რა შეიძლება როდესაც გვეუბნებით რომ აი ეს ერთ დღეში კანონი არ გავხდეთ ვიცით ეს ერთ დღეში არ გავხდეთ მაგრამ ჩვენ გამოვიჩინეთ საზოგადოების ციფრისზე და ამის შემდეგ მე ხარს გიჭერთ და ამ მასალასაც გავეცნობ და კიდე ერთხელ ვამბობ რომ თუ შეიძლება საქართველოში იყავით? დიახ
რატომ არ გამოიჩინეთ საზოგადოებრივი როდესაც საკონსტიტუციო სარჩელი შევიტანი ამ მუხლის გაუქმების თაობაზე რატომ არ გამოიჩინეთ მაშინ და რატო არ გამოიჩინეთ როდესაც მე ვიჩაგრებოდი რატო მე ვიჩაგრებოდი თუ რატო არ გამოიჩინეთ საზოგადოებრივი და მე ვაღარა ვარ წინასწარმეტყველი გავიდე არა ესე მე შევიტანე 2000 საზოგადოებრივი ინიციატივის გამოჩენაზე საუბარი მაგრამ უნდა გითხრათ საზოგადოებრივი ინიციატივაზე არ ჭირდება ჩემი მომართვა მე არ ჭირდება არა მე არ გამიგია თქვენში პირველად რა არ გაგიგიეთ ის კომპანია რომელსაც მე წამოვდი უბრალოდ ეს თემა არ არის თუ ნახეთ თქვენი პრობლემა კაცო უყურეთ ტელევიზიას ჩემი არა რა შეეხება იმას ეს კანონში ცვლილებების შესაძლებელია და შეიძლება განხილვა მე გეთანხმებით ამას გავეცნობდი და თქვენ კი ბატონო ყველაზე მაგრამ რა უნდა ამ ხარვეზია კანონს რა კავშირი აქვს 15 დეკემბერს უკაცრავად ყველაზე მეტად ამ გადაცემაში დაიჩაგრა ლაშა მხოლოდ იმიტომ რომ ის აცდის ყველას საუბარს თქვენ ერთ ორგანიზაციას წარმოადგენთ მაინც ბატონოზვიად მოდით შევთანხმდეთ ლაშა ის კიდევ ერთხელ რა მე არ წარმომიდგენია ან ამ დარბაზში მსხდომი ან გარეთ ტელემაყურებლები რომლებსაც სურდეთ რომ ქურდული სამყარო კვლავ მართავდეს ქვეყანას აი არ წარმომიდგენია ყველანი ვამბობთ ერთ და იგივეს რომ ეს მუხლი უნდა იყოს მაგრამ სტანდარტი ამ მუხლისა უნდა იყოს მაღალი როდესაც ერთ ადამიანს მაინც უჩდება პროტესტი ან კითხვა რომ რაღაცა ვერ გავიგე კანონის შემოქმედება არ არის მარტივი კანონმდებლები როცა ქმნიან კანონს მე ესე მესმის და ესე მასწავლეს რომ იქ ყველაფერი უნდა გაიგოს ყველამ აბსოლუტურად ყველამ და ჩვენც მოდი თუ კი ადამიანებმა ვერ გაიგეს ეს ან ისე დავწეროთ რომ გასაგები იყოს და ბუნდოვანი აღარ იყოს ჩვენი კანონის შემოქმედება და ჩვენი კანონები ზოგადად ზოგჯერ ეს ჩვენი პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეს სოფლიოს პრობლემაა რომ ხშირად იურისტები კარგად ვერ წერენ და კიდევ ერთს გავაკეთებ განმარტებას რა მე მაქვს ხელთ დადგენილება რომელიც 2013 წლის 2 ოქტომბერს არის გამოცემული ეს არის მთავრობის დადგენილება რომლითაც უნდა მოხდეს შემუშავება იმ სტრატეგიისა როგორ ვებრძოლოთ ქურდულ სამყაროს და როგორ ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს ანუ ეს სტრატეგია ქმნის იმ განწყობას რომ არც ამ მუხლის ამოღებაზეა საუბარი პირიქით ჩვენ ვიწყებთ როგორ გითხრათ ადამიანურად ხალხს გავაგებინოთ რომ ქურდული სამყაროს წევრობა არის ცუდი შემდგომ მას მოყვება ცუდი განვითარება და ბოლოს ციხე და შემდგომში როდესაც ჩვენ კანონსაც კარგად განმარტავთ თუ კი ამის საშუალება მოგვეცემა იქნება ყველაფერი ძალიან კარგად და აღარ იქნება ამ თემას ირაკლი ვერ დაასრულეთ თქვენ წერილს შეიძლება დავასრულებ რომ ან თქვენ ქალტონალიზმზე გადავალ უკვე საუბრით ან პოლიტიკურად იყენებს სახელმწიფო ის სახელმწიფო იყენებს პოლიტიკურად ამ მუხს და ნებისმიერ მუხს საკანონმდებლო სივრცეში რაც არსებობს ქალტონალ მოქმედო იურისტო თუ შეიძლება ასე გიწოდებთ რომელიც უნდა გამოიყენოს ნებისმიერ საკანონმდებლო მუხს სახელმწიფო თუ არის უკანონო უსამართლო გამოიყენებს ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ რაც შეეხება კანონიერ ქურდებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ კანონიერი ქურდები ჩვენ ძალიან კარგად ვიცი რა არის ჩვენ მოვესწარით ქალტონანა თქვენ ჩემზე მეტად მოვესწარით შეიძლება ჩემზე მეტად გესმით შეიძლება იმიტომ რომ ინტერესი არავის არ მქონია ეს ლეგიტიმური და არის გვერდით და გეუბნებით არავინ არ იცადოს ქალტონას მარტო არ ვეუბნები ყველას ვეუბნები არავინ არ იცადოს კარგად დაიწყოს არა გეუბნებით უბრალოდ ეხლა თვითონ ბინძურად საუბრობ მე მაგას გეკითხავ ოფისში რა გემუქრები თუ თქვენ დაიწყებთ კანონიერ ქურდების დეკრიმინალიზაციას გემუქრებით სამოქალაქო ბუქარის არავის არ სამოქალაქო ბუქარ გეშინიათ კი ბატონო შეაფასეთ დრო და სიტუაცია რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას კიდევ ერთხელ გიმეორეთ სახელმწიფო მხოლოდ ვიზრუნოთ წესიერი სახელმწიფოს ნორმალური სასამართლოს მისაღებად ნორმალური და ღირსეული პროკურორებისთვის პოლიციელებისთვის როდიდან ზრუნავ ვიშაობ სად ვიყავი რა 27 წელი რა დავალდებული ვიყავი კაცო 15 წლიდან დამეწყო აქტივობები ვერ გავიგე როცა შემიძლია არასდროს
ხონდა შეხება და ერთხელ არ მახსოვს შენ გამახსენე მე ძალიან კარგი თუ გახსოვს მანქანას კავშირის თავმჯდომარე ვიყავ მე ხო პოლიტიკური შეხედულების გამო მართლმადიდე მანქანა შემდგომ წლები გავიდა შენს განვითარდი მეც განვითარდი და ჩამსვეს პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა ერთხელ არ მახსოვს შენი ან სასამართლოზე მოსულიყავი დაინტერესებულიყავი რომ იცი რატო ერთი წამი ვიზრუნოთ სასამართლოს ძალიან საწყენია შენგან მაგრამ კარგია მივესალმები ნეტა ყველა გამოყვიდეთ და ამისთვის იბრძოლოთ ერთად ვიბრძოლოთ ჩვენ სახში წავალთ კარგი მე ვიბრძოლეთ მაგრამ ერთი წამი დამამთავრებინე ეს რასაც არა დამამთავრებინე ჩემი აზრით თორე მე შენს მიმართ არაფერი არ გამაჩნია პრეტენზია ეს რასაც შენ იძახი ამას აკეთებდა ეს ხალხი წლების მანძილზე დღეს უბრალოდ არის იმაზე საუბარი რომ რატომ გამოიწვია 15 დეკემბრის აქცია მესეთი აჟიოტაჟი და ეს არის თუ არა დაგეგმილი ასევე არსებობს ხვალინდელი აქცია ახალგაზრდების და ამან არ გამოიწვია ამ აქციას დაუკავშირებენ ქურდულ სამყაროს ეს აწყობს ვის აწყობს ნაციონალებს და აი ეს ყველაფერი მოდის აქეთ არ ვარ ნაციონალი რა ვთქვა ჩვენ შორის ნაციონალზე რა მეცუდი თქვა თუ რა ვთქვა არა ვარ ნაციონალი საერთოდ არ ვიცოდი მე პასუხია ქართული არ ვიცოდი მე გამეცით პასუხი საქართველოს გამეცით პასუხი დაშვაში აქ ნაციონალები დავიღალეთ ნაციონალი 20 ნაციონალი რა თუნდა მე ვარ პარტიო სამოქალაქო ინიციატივაში და მე ვარ მაპატი ნუ გვიბრახული გამოვიდა და ბინძური რიტორიკას ეს ბინძურად კონკრეტულად რა და რატო არ ვიყავი სიტყვაზე სამოქალაქო აქტივისტი სწორედ მაგით ვთქვი დღეს უამრავ შემოთავაზებულ მაღალ თანამდებობებზე ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე უარი წავედი სამოქალაქო სექტორში მოვიკელი ბევრი რა იცი რატო აქამდე რომ საჯარო მოხელე ვიყავი მომწოდა თუ არ მომწოდა ბევრი რამე და მე არ მქონდა მაპატიეთ კალტონანა ინტერვიუს გამოგიზავდი და გადახედეთ უკვე თქვენთან საუბარს აღარ ვაპირებ სწორედ ეგ არის მაპა ველურ მე თვითონ გავცე მე ხა ბინძურს რომ მეუბნება აბრალებს და მე დავალაგებ ურთიერთობა არა ველურ ეხლა გიწევ არაპირებ ძალიან არ მეძადება კარგი რა კალტონანა გაიცეთ აგრესიით შემდეგ და მე დავსვავ ბოლო შეკითხვას ერთგვარ რეზიუმეს გავაკეთებ ანუ რეალურად რა დგას ამ მღელვარების უკან რაც თუნდაც ახლა ამ სტუდიაში ვითარდებოდა მთელი გადაცემის განმავლობაში რატომ გაჩნდა ეჭვები რომ აქციაზე შესაძლებელია იყოს მოთხოვნა სწორედ ამ მუხთან დაკავშირებით გაჟღერებული და სინამდვილეში რატომ უჩნდებათ ეჭვი თუნდაც იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს რომ დღეს სამოქალაქო აქტიურობის მიღმა თუნდაც ქალბატონი ნანა კაკაბაძის შესაძლებელია იყოს რაღაც კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. არ უჩნდება ძალიან ცხარე დებატები გვაქვს დღეს სტუდიაში, რომელიც რეკლამის დროსაც გრძელდებოდა. ერთ საინტერესო ფრაზა თქვა ირაკლი გონტმა რეკლამის დროს, როდესაც ჩვენ ვახსენებთ და ვიწყებთ საერთოდ საუბარს კრიმინალებზე, უფრო სწორედ კანონიერ ქურდებზე, აქ მთავრდება ყველაფერიო. რას გულისხმობდით? არა, ქალბატონ ნანომ ძალებდა რომ ბინძურიათ შენი რიტორიკა მეუბნებოდა. ბინძური კი არ არის სამართლიანი და მაგიმი და გავამაგრო საფუძვლები რომ სადაც კრიმინალურ ქურდებზე ვიწყებთ საუბარს, ჩვენ იმ ქვეყანამდე, იმ ქვეყნის შვილებმა, რომელმაც საკუთარი თვალით, საკუთარი ზოგმა სისხლით უნახეთ ქურდული სამყაროს მართვა და მენეჯმენტი ქვეყანაში და არანაკლები კრიმინალური წარსულებით აღარ უნდა ვისაუბროთ ხალხო და დავივიწყოთ საბედნიეროდ მორჩით ამ პროცესს საბედნიეროდ კანონიერი აღარ მოვიდა ამას თვალისწინებს ქალბატონანა თქვენ გამარტებით ჩემს ბრიფინგამდე გააკეთეთ ამასთან დაკავშირებით და ჩემთან აგნებდა რას ქვია რომ ქურდებზე არ ვილაპარაკო და ქურდებზე დაწერა წერილში და ვისეუნები არ ვილაპარაკო ჩემ დაწერილ ხუთი თქვენ გამოვიდით დავიწყეთ თორე საერთოდ დავიწყებული მაგ იმის როგორ სად წაიკითხე ჩემი ნათქვამი მე კავშირს ხედავთ რამეს ქურდებს გააკეთა ქალბატონმა ნანამ იქამდე ვიდრე მე საერთოდ ბოდიში 223 მუხთან დაკავშირებით რეპორტიორი სტუდიაში ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ გააკეთა განმარტები მე მისულიც არ ვიყავი ბრიფინგზე რომელ წერილზე იგავაკეთე პირველად ბრიფინგი ეს არის სიცრუე ეს არის სიბიწურე თქვენ იცი რა ნახევარი საათად ზვიად ეგრე არის ხო Facebook-ზეც კი არ დამიწერია რომ მეორე დღეს ნანა კაკაბაძის მიმართ ქონდა პრეტენზიები. ნახევარ 12 საათზე. კითხვა ჟურნალისტმა საიდანო მოვიდაო თქვენთანო რომ 223 საიდან 12 საათზე თქო რომ იბრძანდით.
პირველის ნახევარზე მე მოვედი მე გავაკეთე საერთოდ ბრიფინგი. არ უნდა Facebook-ზე წარმომიწერების გარშემო ჩემთან საერთოდ არ ეწერა 203. სადაც ქურდულის ისტორიის გავიგონეთ, იქ ვიბრძოლეთ. მიწინააღმდეგ, მე კათოლიკები ნუ გამოდიხარ. ისმე ერთი თქვენ ძანეთ ვალე ხელში და შეგიშვათ მე საპრობილეში თქვენ ზად ხართ იმავე წუთში მომართოთ ავტო ისეთი სამოქალაქო არა პირდაპირ არა იცით რა ირაკლი დავასრულებინო თუ შეიძლება დავასრულებინო ადამიანი იმდენად აგრესიულია შეიძლება დავასრულებინოთ ერთმანეთს ხალბატონი ლალი საუბრობს და მინდა რომ მან თქვას თავისი სათქმელი გისმენ მე არ ვიცი მსგავსი აგრესია შეიძლება გამოხატო ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში მოგცევით ცოტა მშვიდად წნარად და არა იმ ტონით როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ბრძანებს მე ისეთ შტაბეჭდება რჩება რომ ეს ადამიანი ამ წუთშივე რომ მივცეთ ხელში ავტომატი აი არც დაფიქრდება ისე შევარდება და დახოცავს ყველას და მათ შორის ჩვენ ძეგლი გვაყოლებს ძალიან გაზვიადება არა მათ შორის ჩვენ ძეგლი ჰიპერბოლიზაციას ხო არ ახდენთ წლებია ავტომატით არა წლებია არა ისეთი შტაბეჭდება რჩება წლებია მიცნობ და მუხარის როგორი მუხარების მეშინია ხო იცი შენ ყველას და გაჩემი მუხარა დაინახე არა და მინდა უბრალოდ რომ ეს ახალგაზრდა ყმაწველი უთხრა გავაფრთხილო ამ ეს ახალგაზრდა ბატონო ირაკლი ჩემზე ვზრუნავ და იმდო გავფრთხილებთ ჩემზე ვზრუნავ პირდაპირ ეთერში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მუხარებით არ უნდა იწყებდეთ ნაბიჯების გადადგმას. კურდებს ყოველთვის დავიმუქრებ. იცოდეთ და დაიმახსოვრეთ ეს. всё. აი გარი, ჩემი კომენტარი ამ კითხვასთან დაკავშირებით. მე დავასრულე საუბარი ქურდებზე საუბარი სადაც იქნება, კრიმინალზე სადაც იქნება. მე საუბრობთ ქურდებზე და სხვადასხვა. ხალბატონო. თქვენ განცხადებაში გამია. თელი თბილისის. ხალბატონო ნანა, თელი თბილისის. რატო გამიშვა? მაგით გინდა ბატონო მე წამყვანი ვარ თუმცა ეს არის პირველი ეთერი როდესაც მე შემახსენეს რომ წამყვანი ვარ ვიცი რომ წამყვანი ვარ მაგრამ მიკვირს რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ასე გართულდა ის რომ თუნდაც ქრონომეტრაჟი იქნას დებატებისას დაცული მე დასასრულისკენ უნდა წავიყვანო ჩვენი გადაცემა გისმენთ ბატონო ზვიად ერთგვარი შეჯამება რეზიუმე რატომ დადგა საერთო დღის წესრიგში საუბარი ამაზე უკვე ვისაუბრეთ წინა ბლოკებში და რეალურად რატომ გაგიჩნდათ ეჭვი თქვენს ორგანიზაციას თქვენ და ირაკლი წარმოადგენთ ერთ ორგანიზაციას რომ რაღაც კავშირი აქვს ამ აქციას დაუშვათ ამ მუხლის ამოღებასთან მინდა კომენტარი გავაკეთო კაბადო ის ნათქვამზე და მე ვისურვებდი რომ ის ადამიანები ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ ამაზე რეაქცია ქონოდა სურვილი მქონდა ესეთი მაგრამ რადგანაც არ აქვს რეაქცია როგორც ჩას ერთ ხმაში არის ეს ყველაფერი და ძალიან მწუხა რომ ესეთი კონვერტება გააკეთა სადღაც ავტომატით შევა ჩვენ არ ვემუქრეთ პირიქით მე ვთვლი ესენი არიან ისეთივე მოქალაქეები როგორც ჩიულებერი მაგრამ აქ საუბარი რაზე არის მე კიდე ერთი წუთი რა ძალიან მე კიდე ერთხელ მინდა დავაფიქსირო ეს პოზიცია რომელიც ჰქონდა ჩვენ ორგანიზაციას ჩვენ გვინდა და ვცდილობთ და ყველაფერს გავაკეთეთ იმისთვის რომ ვიყოთ ფხიზლად ჩვენ გამოჩნდა ამის ეჭვი რომ ვიღაცას ჰქონდა სურვილი კი ბატონო ქალბატონას არ ჰქონდა და აღარ აქვს ჩვენ მაგაზე ესე თქვა ზეგავსემოქმედება რომ გინდა თქვენი ნათქვამი მაგრამ ვიღაცას თუ დაებადა აი ეს არის ყოველ საზოგადოების სიფხიზზე ჩვენ გამოვიწვი გამოვხატეთ ის დამოკიდებულება რომ ამაზე გვექნება მწვანე რეაქცია ქალბატონო გისმენთ ასევე 2 წუთი მე რჩება შტაბეჭდება რომ ვიღაც კიდევ შეგნებულად აი ამ თემას უკეთებს პიარს რა იცი რა რაღაც დღე 2 დღეა ქურდები მადლობა უფასო თქვენ ბრძანეთ რომ ესენი არიან ჩეულებრივი ადამიანები ესენი არიან ჩეულებრივი მოქალაქეები და მათაც აქვთ უფლებები ჩვენთან თანაცხოვრების უფლებიც ხომ არ აქვს მოქმედო იურისტო ჩვენთან თანაცხოვრების უფლები რაზე მელაპარაკებით არა ერთი წამით ის უფლება უკაცრავად მაგრამ ადამიანი არ გააჩინა მშობელმა უპასუხებს ლალი არა ჩემს ჩვენ ოჯახებთან თანაცხოვრების უფლება არა გასაგებია ხონდა გავასრულო თანაცხოვრების უფლებაში რა ჩვენ არ ვითანამშრომლებთ კრიმინალებთან თანავარსებობთ და ორივე რაღაცას ვაკეთებთ ვინ მოგცათ იმის უფლება რომ ვინმეს აუკრძალოთ თანაცხოვრების უფლება არსებობა თქვენ ვინ მოგცათ ჩემი ქვეყნის ინტერესები და გაუნდარი და
თქვენი ოჯახის ინტერესებიდან გავუნარეთ. თუნდაც ესე ეგ უკვე კომუნისტში გადახვეწა. კომუნიზმი რაშუაში მელორ დამთავრებინე ძმა. დავხრიტოთ სულ ყველა მაშინ რაშუაშია ძმა. ძიმე შემთხვევა ბოდიში უკაცრავად ძალიან ძიმე დავასრულებ ძიმე შემთხვევასთან გვაქვს. როგორ თუ დაჩაიდენენ დანაშაულს ციხეში. მელორ მე ვეღარ მოგცემ ციტყვას, იმიტომ რომ ძალიან გადავა. ნანას და ბოლოს ხაზია გაუსვა იმას რომ არა არ მაცდით გადაცემის საყვანას, ამიტომ ვეღარ მოგცემ ციტყვას, იმიტომ რომ გადავაჭარბეთ ჩვენს ქრონომეტრაჟს. გისმენთ ნანა. მინდა დაუბრუნდე ძალიან მთავარ და მნიშვნელოვან თემას, რომ 15 დეკემბერი პირველი საათი რუსთაველზე ძველი პარლამენტის შენობის წინ იმართება აქცია, რომელსაც ქვია, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და ის ადამიანები, ვინც აქ მოვლენ, სწორედ ამას უჭერენ ხარს. ხდება დისკრედიტაცია ამ თემის იმის გამო, უბრალოდ მცდელობა ამის დისკრედიტაციისა, იმიტომ რომ ეს არ იქნეს მიღწეული, იმიტომ რომ ამ არ იქნეს მიღწეული სამართლიანობის აღდგენა, არ იქნეს მიღწეული საქმეების გადახედვა იმ დამნაშავე კრიმინალების მხრიდან. ჩაიდინეს ეს დანაშაული და ვისი საქმეების გადახედვის შემთხვევაშიდაც ეს კრიმინალები ზემო დამოტივდებიან და დაადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ადამიანები იძახიან, რომ ეს არის ქურდული სამყაროს გაუქმებისთვის, ეს არის ქურდების, ესე თქვა, უბრალოდ ქურდული სამყაროსთვის გამოცემული მუხლის გაუქმებისთვის, უტრირებას უკეთებენ თემას, რომ დამალონ თავიანთი ქურდობა, ბანდიტობა, ბიზნეს რეკეტები, ადამიანების გატაცებები, ყაჩაღობა, არ მოხდება, ყველა საქმე გადაიხედება. სამართლიანობა დამანაშავე დაიჭება ამ ქვეყანას. დამანაშავე დაიჭება. არ უნდა უტრირება უკეთოთ, ეხა ქურდები, ეს მოხდება. სამართლიანობა აღდგება და ყველა საქმე გადაიხედება. ძალიან დიდი მადლობა დაასრულებს ლაშა გიორგაძე. ლაშა გისმენთ. უბრალოდ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს კანონი, ზოგადად ამ კანონზე მსჯელობა შეიძლება მისი, ასე ვთქვათ, უფრო უკეთ დახვეწაზე და რაც შეეხება ბატონი ირაკლი, ხო, უკაცრავად, ბატონო ირაკლი, მიუხედავად იმისა, მე მესმის, მეც ასე ვთქვათ, უბანში დავიბადე, სადაც იყვნენ იქ ავტორიტეტებიც და ჩვეულებრივ მინახავს და არ მაქვს კარგი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მათ მიმართ, მაგრამ ისე რომ მათ არ აქვთ საერთოდ უფლებები, ხო, აი ისინიც ადამიანები არიან, მათ აირჩიეს კონსტიტუციაში გვიწერია ჩვენ გვინდა როგორც გვინდა ისე განვითარდებით. მათ აირჩიეს რომ ესე უნდათ განვითარება და მაგათი ადგილი არის ციხეში. всё, ამით უნდა დავასრულოთ. მე მგონი დავა იმაზე რომ ისინი გარეთ უნდა იყვნენ თუ შიგნით, მე მგონი ცალსახად თავისუფლებაც კი არის ურებენ კანონიერ ქურდობას. დიდი მადლობა. კარგით, უნდა დავასრულოთ. რისიც მაგინდოდა არ მივეცი სიტყვა პრინციპულად, იმიტომ რომ ხელს მიშლიდა ძალიან ორ წინადადებას ვიტყვი, ქართველი ახალგაზრდები ესე დაირქვეს სტუდენტების ჯგუფმა, რომელიც ხვალ პარლამენტის შენობის წინ ზეიმობენ ნაციონალური მოძრაობის დასრულებას და ასევე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და ხვალ დღის პირველ საათზე იმართება აღნიშნული აქცია სტუდენტების და ვთხოვ შეუერთდეთ ვინაიდან ჩემი ორგანიზაცია ეს მოწოდებები აღარ გავაგრძელო თუ შეიძლება. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ძალიან ცხარე დებატები გამოვიდა. წარმატებას გისურვებთ. პირველ რიგში წარმატებას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას და რაც შეეხება კრიმინალებს, მე ნამდვილად ყველა ხელისუფლებას დაუჭერ მხარს ყოველთვის, რომელიც კრიმინალებთან ბრძოლას წარმართავს და წარმატებას უსურვებს სწორედ ამ მიმართულებით. კარგად ბრძანდებოდეთ, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ საღამოს 8-ზე.